რამოდენიმე წლის უკან, მაშინ როდესაც არ ვიცოდი კრიპტო ბაზრის არსებობის შესახებ, უყურებდი სხვადასხვა რუსულენოვან, ინგლისურენოვან YouTube ბლოგერებს კრიპტო საკითხებში, მათგან მიღებული ერთი სიტყვით გამოცდილებით მოახდინე პირველი ინვესტიციის შეტანა, არც თუ ისე მცირე თანხის, რაც ძალიან სავალალო შედეგით დამთავრდა და -400% გააკეთა ჩემმა პორტფელმა ერთი სიტყვით მინუსში. სასწავლო დაწესებულების პიქსელ აკადემიის ამბებს დღევანდელ ტექინფორუმში მისი დაფუძნებლისგან ახთო კუჭავასთან შევიტყობთ. და რატომ მივიდა მსოფლიო ამ გადაწყვეტილებამდე, ავთანდილ კუჭავასთან ერთად ვისაუბრებთ. კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ კუჭავა. ხდება ავთანდილ კუჭავა, კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი და მასთან ერთად ვისაუბრებთ. აი ხომ რასაც მოусმინე ჯერჯერობით კიდე ვისაუბრებთ ბევრი საინტერესო რაღაცა იქნება. ამ კრიპტო არა მარტო კრიპტოზე კონცენტრირებული იყო, არამედ მთლიანად გაცნობიეროს, ასე ვთქვათ, ამ ეკოსისტემაშიაც ფულის მიმოქცევას ეხება. ამიტომ დაღირებულია და ესეა. გამიმართლა მოვაჩინე შემდეგ კრიპტო ბაზარი და ეს ჯგუფი, შევუერთდი მათ, მან ნახე მათი YouTube გაკვეთილები, სხვადასხვა ანალიტიკა, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რისკები, ასე შემდეგ, აი ძალიან ბევრი რაღაც ინფორმაცია, რომელიც არის სრულიად უფასო. განვიხილე ეს ყველა ვიდეო ერთი სიტყვით და მიღებული უკვე გამოცდილებით გავაკეთე მეორე ინვესტიცია, რომელმაც დღესდღეობით მთლიანად გადაფარა წარსული ინვესტიციის დანაკლისი, ასე რომ ყველაზე გირჩევთ გააწევრიანდეთ ამ ჯგუფში და მით უმეტეს თუ არ გაქვთ გავლილი კურსები, აუცილებლად გაიაროთ, იმიტომ რომ მაშინ ეგ კურსები არ არსებობდა, ეხლა გაქვთ საშუალება, გამოიყენეთ ეს საშუალება, მიიღეთ მეტი გამოცდილება აუცილებლად გაიზიარეთ სხვისი დაშვებული შეცდომები, რომელიც აი ამდენი წლის მანძილზე დააგროვა ავთომ, ლადომ და ასე შემდეგ, კრიპტო ბაზრის ამ კომუნამ და მიიღეთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები, მე გირჩევთ გაიაროთ ეგ კურსები და გისურვებთ წარმატებებს. კრიპტო ბაზარი აღმოვაჩინე დაახლოებით 2 წლის წინ და თამამად ჩემ იძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო community იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფინანსური თავისუფლება სურს. რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ კურსში არის ის, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული ლექციების ნაკრები, არამედ აქ სწავლობ პრაქტიკულ უნარებს, ასევე ინსტრუმენტებს, რომლებიც შემდეგ ეხმარება, რომ სიღრმისეულად გააკეთო ბაზრის ანალიზი და მიიღო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, რომ ეს კურსი უნდა გაიაროს ყველამ და ვურჩევ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მომავალი, მნიშვნელოვანია ფინანსური თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მით უმეტეს, როდესაც სარგებელი მრავალი X-ით მეტია. გამარჯობა, ახახანს გავიარე კრიპტო და ფინანსების კურსი პიქსელ აკადემიაში და ჩემი ფიდბექი მინდა გაგიზიაროთ. ესე იგი, კურსი არის ძალიან ინფორმატიული, მოიცავს ყველაფერს, რაც კრიპტოს და ინვესტიციებს ეხება. ჭეშმარიტი ავთოს კრიპტო კურსზე მინდა გესაუბროთ, რომელიც გავიარე წარმატებით და აი, რა ვიცი, რა გითხრათ. თუ 1 ლარის ინვესტირებას მაინც ფიქრობთ კრიპტოში, ჯობია ავთოს კურსი გაიაროთ ჯერ და მერე დაიწყოთ ამ სფეროში რაღაცის გაკეთება. თავიდან ბიტკოინი რო 16,000-ზე იყო, მაშინ ავთოს სიტყვები და გამოსვლებს უყურებდი ვიდეოში YouTube-ზე და იყიდეთ რაც შეგიძლიაო 70% რაც გაქვთო გადასადებიო, ჩადეთო ბიტკოინშიო, მაგრამ მე წავედი და ჰელიუმის მაინერი ვიყიდე. მაგრამ მაგ მაინერმაც თავის გააკეთა, რადგან მივიღე გამოცდილება ბიტკოინის შესახებ კიდევ უფრო მეტი დაინტერესება გამიჩნდა. და იმის შემდეგ სულ უყურებდი, ჯგუფშიც გავწევრიანდი. შემდეგ ავთოს ზაფხულში გადავწყვიტე, რომ ავთოს კურსი გამევლო რა. ყველას გირჩევთ მოკლედ კრიპტო ბაზარს გაეცნოთ პირველ რიგში. არის უფასო ვიდეოები, სანამ კურსს გაივლით, დამწყებთათვის როგორ დაიწყოთ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ ეს ბიჭები და სწორედ ეს არის ამ ვიდეოს აზრი, რომ мотиваციას მაძლევენ და ესეთ რამეზე არასდროს არ დავზარდები და ყველგან ვიტყვი, რომ კრიპტო ბაზარი აკეთებს საქმეს, ყველაზე მაგარ საქმეს აკეთებს ამ სფეროში საქართველოში რა. წარმატებები კრიპტო ბაზარს და წარმატებები თქვენ. თუ სწავლა, მაშინ პიქსელ აკადემია.
გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ბრძანდებით? როგორც ხედავ ორ განსხვავებულ არხზე მიდის სტრიმი, აბა თუ ისმის ჩემი ხმა, ვიცი რომ ვიდეოს ხმა ისმოდა, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ. ავთო შენც თქვი რამე? კი, მე მესმის შენი ხმა და ადრო ვიქნებით და დავიწყოთ შევბეროთ, იმიტომ რომ ბაზარი მეგობრებო, დღეს კიდევ მაგარი თამაშიც გვერის, ამიტომ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რომ თან ცოდნა, თან кайფი, ყველაფერი ერთად გვექნება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ესე იგი, მინდა ყველას შევახსენო, ვინც პირველად შემოვიდა, თქვენ ხართ Pixel Academy-ის არხზე. ეს არის ვებინარი, რომელიც იქნება ფაქტიურად სპეციალურად იმათვის, ვისაც უნდა კრიპტო სამყაროში შემოსვლა და ისე შემოსვლა კი არა, რომ ასე ვთქვათ, ნაღმებზე რომ აფეთქდეს და უკან შემოbrუნდეს, თქვას, აღარ მინდა მეტი ამ სამყაროში ყოფნა. არამედ საშუალება ეძლევა იმისთვის, რომ შემოვიდეს გააზრებულად. უკვე კონდეს metal detector-ი ხელში და აიცილოს ყველანაირი ეს ასე ვთქვათ, სირთულეები, რაც ხდება ამ გზაზე. შეგახსენებთ აგრეთვე რომ ეს არის ამ წლის მეორე გამოშვება, ამავდროულად დროს ჩვენ გავაკეთეთ გასულ წელს სხვადასხვა გამოშვებები ამ კურსის, რომელიც ხდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. როდესაც ავთოს ცალია, რა თქმა უნდა, თუ არ მოგზაურობს და უკვე სადღაც 100-მდე ადამიანმა გაიარა კრიპტოლომის კურსი და მე ასე ხუმრობით ვამბობთ ხოლმე, რომ კრიპტო ბოკვერები გახდნენ კრიპტოლომები, რომელთაც უკვე დღესდღეობით აქვთ თავიანთი პორტფელი, იციან რა იყიდონ, როდის იყიდონ და რაც თავარია, როდის გაყიდონ. და აგრეთვე, რაც ყველაზე ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულებაა ამ კურსის, არის იციან თუ როგორ დათვალონ რისკი და არ იყვნენ დაფუძნებულები ემოციებზე, არამედ მხოლოდ ციფრები და ციფრები. მოკლედ ავთო, აგერ შენ ბურთი და მოედანი, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი არის და მე მგონი კიდევ ვინც ამ ახალ მოგზაურობაში წავა, ისიც მაგარ ფინალში გავა, უეჭველი. ხო და მოკლედ გისურვებ წარმატებებს, მე დაგტოვებ ცოტა ხნით და დაგიბრუნდებით მალე. კაი ბატონო. დავიწყოთ მაშინ ჩვენ ერთი პატარა ისტორიით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რასაც უყურებ, ყველაზე მნიშვნელოვანი გეფი სადაც აღმოჩნდა, ეს არის ადამიანებს არ ესმით უბრალოდ რატომ სჭირდება ინვესტირება და რა არის საბოლოო ჯამში ეს ინვესტირება, ხო? და აი რო წარმოვიდგინოთ ესეთი ამბავი, აი თქვენ რომ დარგოთ მაგალითად კონკრეტული ენერგია ან რაღაც, რომელიმე ხის პირობითად, ანუ ის ხო ეს მარცვალი რამე რო ჩააგოთ პირობითად, რომ მორწყავთ და მზე რო იქნება და მთელი ამბები. ან თუნდაც ვენახი არის ხო, ჩვენ პოპულარული რა, ვენახის გაშენებას რო დაიწყებთ, ვენახს ვდებთ, იცით რომ 4-3 წელიწადში ვენახს მოსავალი მოაქვს და მე ვენახის მოსავალს გაყიდით და აქედან მიიღებთ შემოსავალს, ხო? და რაღაცა თანხას, რომელსაც თქვენ გამოიმუშავებთ, ამ ვენახის გასაშენებლად ხმარობთ. ის ნაყოფი საბოლოო ჯამში არის ინვესტირების შედეგი, ხო? მან შეიძლება მოხდეს, რომ სეტყვა იყოს, შეიძლება იყოს კონკრეტული, ასე ვთქვათ, ცუდი ამინდები, ვენახისთვის კონკრეტულად, იმიტომ რომ მე არა ვარ გამოსილი ვენახის ამბავში, მაგრამ სამაგიეროდ გამოსილი ვარ ინვესტირების ამბავში რა. მაგრამ პრინციპი ერთი და იგივე არის აბსოლუტურად ყველგან. გინდა აგრობიზნესი აიღე, გინდა აიღე კონკრეტულ აქტივებში ინვესტირება, ყველგან აბსოლუტურად არის ერთი და იგივე. შენ დღეს ფულს ხარჯავ რაღაცაში, რომ მომავალში მიიღო იმაზე უფრო მეტი. მაგრამ ამას აქვს თავისი განსაზღვრებები, ხო? მარტივ ენაზე რო დავიყვანოთ ისევ ჩვენს ამ ინვესტირებაში და რას ნიშნავს საბოლოო ჯამში ინვესტირება, ხო? ჩვენთან როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ფული უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მომავალში მეტი გქონდეს, ეს გავს რაღაცნაირ თამაშს, რომ აი მოთმინება საბოლოო ჯამში იგებს, მაგრამ მოთმინების გარდა პრობლემა არის ის, რომ თქვენ როგორც ელოდებით ამ ვენახს, ამავდროულად უვლით ამ ვენახს რა. ჩვენს ინვესტირების ასე ვთქვათ პატარა მარტივად რო ახსნათ პროცესში ამას ვეძახით ხოლმე rebalansს. მაგრამ rebalansი საბოლოო ჯამში პორტფელის ნაწილში ნიშნავს იმას, რომ თქვენ რო დარგეთ პირობითად ვენახი და მერე რო გასხალით, მერე რო ნერგები გადარგეთ და ასე შემდეგ რა. თქვენ ხო რაღაც საწყის კონდიციებში, ანუ რაღაც პროპორციებში დააბრუნეთ ეს თქვენი ვენახი, რომ უფრო მეტად გამრავლებული იყო. ანუ მიგეღოთ უფრო მეტი მოგება საბოლოო ჯამში და თქვენი თავისთვის უნდა ემუშავა, იმიტომ რომ თქვენ ხო ახალ ენერგიებს აღარ იყიდით, ხო, საბოლოო ჯამში.
თქვენ ხო არსებულ ვენახზე კიდე უფრო გაამრავლებთ ამ ვენახს თუ მიწა ხელს გიწყობს და ასე შემდეგ, ხო? ანუ მოცულობა რაც გაქვს. მაგრამ ახალ თანხებს ხო აღარ დახარჯავ ამაში რა. ზუსტად იგივე მიზანი აქვს ინვესტირებასა. როცა ვამბობთ ხოლმე რომ ინვესტირება არ არის არჩევანი, ანუ მაგას გულისხმობთ რა, მნიშვნელობა არ აქვს, გვინდა თუ არა, აი ბევრს გვსმენია ხოლმე საქართველოში რომ მე მყავდა პირველი Mercedes-ი, მე მყავდა პირველი 24, მე მყავდა პირველი, რა ვიცი, Pabeda და ეგეთი რაღაცეები და მე ვიყავი საუკეთესო იმდენი ფული მქონდა, არავის არ გვიჭირდა რაღაცეები, მე მქონდა ცეხი და რაღაცეები და დღეს ეგეთი უმრავლესობა ეგეთი ადამიანების ან გაკოტრებულია, ფული არ აქვს, ბებია, ბაბუები და ასე შემდეგ რო ველაპარაკოთ, თითქმის ყველას ბებიას, ბაბუას ერთ და იგივე ისტორია გვექნება, ხო? ჩვენს ოჯახებში და სამეთესავს და ერთ მაინც ვიპოვით ჩანსი არაა, ხო? ამის პრობლემა რა არის, იცი რომ არც ერთ ჩვენს ბჭყალებში წინაპარს არ დაურგავს ხე, ანუ არ გაუკეთებია ინვესტირება, რომ მომავალში მიიღო ნაყოფი. და საბოლოო ჯამში ეს ავტომატური რეჟიმი ყოფილიყო მისთვის, ხო? სასარგებლო რომ მიიღო ის სარგებელი, რაც უნდა მიიღო კონკრეტულად სიბერეში იქნებოდა შუახანებში თუ ასე შემდეგ რა. მაგის გარდა კიდე თემა არის რომ ბევრი ფიქრობს რომ აი დაუშვათ ახლა უკვე რაღა დროსია და რაღაცო უნდა გავაკეთო ინვესტირება, იმიტომ რომ უკვე მე ჩემი ასე ვთქვათ გავაკეთე, ახლა აწი უნდა დავისვენო, მაგრამ ვერ ისვენებ, იმიტომ რომ ან უნდა იმუშაო და ბევრი გვინახავს ალბათ საქართველოში რომ დაახლოებით, რა ვიცი, 60-65 წლის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც წესით არ უნდა მუშაობდნენ და ნუ მუშაობდნენ რა, სხვაზე აღარ უნდა მუშაობდნენ და საკუთარი ჰობი რაცა, იმას უნდა აკეთებდნენ და იმით ფულს თუ აკეთებენ, მით უმეტეს უკეთესი და გვინახავს უცხოელები, რომლებიც დაუშვათ 91 წლის ბიზნესმენები არიან, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ, ხო? ანუ ისინი ხო იქამდე არ მისულან, წკაპ ერთი გადახტო რაღაცა კონკრეტული ნაწილი გაიარეს და აქედან გამომდინარე აღმოჩნდნენ იქ სადაც აღმოჩნდნენ, ხო? ხო და მარტივი პრობლემა სასაც ვეჩეხებოდით საქართველოში იყო, რომ ადამიანებს არ ესმოდათ ფულის არსი და არ ესმოდათ, რომ მე თუ გამოვიმუშავებ დღეს კონკრეტულ ხელფას, აი ბევრს აქვს ტკბობა იმისი, რომ 6000-5000 ლარი აქვს ხელფასი, ზოგს აქვს 2000 ლარი და უბრალოდ არ რჩება თანხა, ზოგს აქვს 1000 ლარი საერთოდ და ძლივს მიდის სამსახურში პირობითად. მაგრამ ერთ და იგივე პრობლემა ტრიალებს ყველგან რა, მნიშვნელობა არ აქვს რა, ხელფასი აქტივს რა. საბოლოო ჯამში ხარჯი, ანუ არც ერთი არ აკეთებს განერგვას, რომ მომავალში მიიღოს ნაყოფი. და მეორე ნაწილი კიდე rebalansის რა არის, ნახეთ. მან დრო შე რო დარგავ პირობითად, რა ვიცი, ვენახს რო გააშენებ და ყურძენი რომ მოვა. ხო იცით, ყველამ ვიცით, რომ ის ყურძენი რაღაც თავის დრო, აი შემოდგომაზე აუცილებლად უნდა მოვწყვიტოთ, რა ვიცი. ჩავაბაროთ ან და ჩვენი დავწუროთ ღვინო ან ყურძენი გქონდეს მაგალითად სახლში, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ანუ რატო არ ვაცდით, რატო არ ველოდებ? იდეაში ეგ ნაყოფი არის ჩვენი ინვესტირების შედეგი. რომ აი, ჩვენ რო ფული რაღაცაში ჩავდეთ, ამის ღირებულება გაიზარდა. ჩვენ რო ვენახი დავდგეთ და ვენახმა რომ ნაყოფი მოისხა, იმის ღირებულება მაღალია უკვე. აღარ არის უბრალოდ რაღაც მცენარე, არამედ უკვე არის კონკრეტულად ჩვენთვის რეალიზებადი აქტივი. ახლა თემა რა არის რომ ჩვენ თუ ყურძენს არ ასე ვთქვათ მოვექცევით ისე როგორაც ბუნებითად უნდა მოვექცეთ, ხო? ინვესტირებაში ამას ვეძახით არარეალიზებულ მოგებას პირობითად ჩვენს ენაზე რო დავიყვანოთ. აი ვიყიდე დაუშვათ რა ვიცი რაღაც კონკრეტული აქტივი კრიპტოვალუტაში ან გინდა აქციებში მნიშვნელობა არ აქვს, ხო? გაიზარდა რაღაცა ფასში, მაგრამ ვენახის შემთხვევაში ვიცით ბუნება რომ აი საიდანღაც ვისწავლეთ ადამიანებმა რომ აი შემოდგომა არის ის პერიოდი და ეგ როგორ ვისწავლეთ, ხო? ვიღაცამ შემოდგომაზე რომ ნახა ამდენი ნაყოფი, დაუშვათ რაღაცა პერიოდში, გაუშვა ეგ პერიოდი. ეს გაფუჭდა ეს ნაყოფი რა და მე ისწავლა ადამიანმა რომ უი თურმე შემოდგომაზე ყურძენი უნდა მოვწყვიტო. თორე ფუჭდება. გამოვიყენებ თუ არ გამოვიყენებ, ეგ უკვე სხვა საკითხია, მე როგორ გამოვიყენებ, რა, მაგრამ ეს უნდა მოვწყვიტო რა, თორე გაფუჭდება ეს. იგივე არის ზუსტად ინვესტიციებში, აი ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა, რომ უკვე არის ინვესტიციებში და გაყიდვა არ იცის, ბატონი ვლადიმერი მაგალითად, ყურძენს არ წვიტავს ხოლმე, უტოვებს და ზოგიერთი ყურძენი ჭკნება და გადასაგდები აქვს, ზოგიერთი ყურძენი უბრალოდ მარადმწვანე არის მისთვის რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ფასში იკლებს. და რეალიზებული მოგება ამ შემთხვევაში ატომაც არის მნიშვნელოვანი, რომ შენ უკვე კალათში გაქვს ჩაყრილი ის ნაყოფი, რომელიც მოისხა შენმა გაკეთებულმა ინვესტიციამ, შენმა დარგულმა სცენარემ კონკრეტული შედეგი უკვე მოგცა. და საბოლოო ჯამში ამას აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა, რომ ერთი ისწავლო უნდა გავარკვიოთ საბოლოო ჯამში ეს ვენახი როგორ უნდა გავაშენოთ კრიპტოვალუტაში და მე კრიპტოვალუტაში უშუალოდ ის შემოდგომა როდისაა, როცა ყურძენს წყვეტთ და როდის გებულობთ იმას, რომ
როდის უნდა მივიღოთ გადმოვიტანოთ ნაყოფი კალათში. მე ამ ნაყოფს რა უნდა გავუკეთოთ და მე უკვე როგორ უნდა შევირგოთ მარტივად ვთქვათ რა. ხო არის მაგალითად ყურძენსაც რომ შემოდგომაზე დაკრეფენ, რაღაცა ნაწილი ვიღაცას მიაქვს მაგალითად ქარხანაში აბარებს რომ ღვინო დაიწუროს, იმ ღვინოს თავისი ფასი აქვს შემდგომ, მაგრამ რაღაცა ნაწილი სახში იტოვებს, ხო, რომ ტკბება იმ შედეგით, იმ ნაყოფით და ასე შემდეგ, ხო? და ამის ახსნას ვცდილობთ ხოლმე ყოველთვის ჩვენ რომ ფინანსები რეალურად არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. თქვენ რო გახვალთ ნებისმიერ ადგილას, სადაც შეხვალთ, მაღაზია იქნება თუ რაღაცა, რეალურად ყოველდღე გაქვთ შეხება ინვესტირებასთან. თუნდაც თქვენ საქმეში რო იყოს, თუნდაც თქვენ სამსახურში რო იყოს, ხო, ვიღაცასთან რო რაღაცაზე საუბრობთ და რაღაცას რო უზიარებთ, იმის მოლოდინით უზიარებთ, რომ ოკეი, ამას ახლა მე დავეხმარები და მომავალში ის მე რაღაცას მომცემს, ხო? ანუ აი ის დამეხმარება მე, აი ხელი-ხელის ბანს პრინციპები და ასე შემდეგ ეს წინადადებები საერთოდ წამოსული ჩვენს ლექსიკონში, ხო? ქვეცნობიერულად ადამიანი ისედაც და ასედაც მაკეტკენ მიდის. უბრალოდ ამის სტრუქტურიზება აუცილებელი, რომ ადამიანი მიხვდეს უკვე ფინანსურ სამყაროში ეს როგორ დაალაგოს და როგორ გამოიყენოს. აი ისე და ისე უბრუნდებით იმის როგორ გაარკვიოს ვენახი როგორ გააშენოს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მე რო ავდგე და ვენახი გავაშენო, მე ვიქნები წამგებიანი ინვესტორი. იქამდე უნდა ვისწავლო ვენახის მოვლა, იქამდე უნდა ვისწავლო ვენახი როგორ უნდა დავრგო, მინიმუმ როგორ უნდა დავრგო. მაგის გარდა როგორ უნდა მოუვარო ამას, ხო? მაგის გარდა რომ უნდა გავსხლა იმ მოვლაში გასვლაც ითვლება, ხო? აი ხა ბევრი მინიმუმ დაკვირვებით მაინც რაღაცები რენდომ სიტყვები მახსოვს. აი თქვენ როგორც აი უმრავლესობა მედიაში ამ კურსზე ვინც მოდის ხოლმე რა, როგორც მე ვიცი ახლა ვენახის მოვლა, აი ეგრე იცის კრიპტოვალუტებში ინვესტირება. და შესაბამისად ის შიშები და ძირითადი ნაწილი კურსებზე უნდებით ხოლმე შიშების გადალახვას, რომ შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას და ვენახის მოვლასაც შეძლებ თუ მიყვები იმ ნაწილის სადაც უნდა ისწავლეს რა. ახლა როწახვიდე მაგალითად კახეთში და რომელიმე კარგ პროფესიონალ, ასე რომ ვთქვათ, ადამიანთან მიხვიდე, რომელსაც წლებია ვენახი აქვს, შანსი არა რომ ვერ ისწავლო, ხო? აი იმასთან ერთად რომ ჩათვალე 2 თვეა ცხოვრობ და ყოველდღე იმასთან ერთად აკეთებ იმას, რაც უნდა აკეთოს თვითონ. ზუსტად არაფერი არ განსხვავდება, უბრალოდ სხვა საშუალებები არის უბრალოდ ფინანსურ ბაზარზე და ვირტუალურ სამყაროში ვართ რეალურად, სადაც ამას თავის წესები აქვს. ანუ მიწას თუ თავის წესები აქვს, როგორ უნდა მოუვარო და როგორ უნდა დარგო და როგორ უნდა გაიზარდოს და როგორ უნდა ესე ვთქვათ, მიიღო ნაყოფი, იმიტომ რომ ვაშს თავისი წესი აქვს, ხო, მსხალს თავისი წესი აქვს, რა ვიცი, ყურძენს თავისი წესი აქვს რა. ფინანსებსაც აქვს თავისი წესი. ეს ფულით საბოლოო ჯამში არის ეგ შენი ვენახი, სადაც უნდა დარგო. მე მაგას ხო მნიშვნელობა აქვს, რომელი მიწა უკეთესი, რომელიღაც მიწა კარგ ნაყოფს გაძლევს, რომელიღაც მიწა უკეთეს ნაყოფს გაძლევს, ხო? აი, კახეთში ყურძენი ძალიან კარგად მოდის პირობითად, აი იმერეთში ცოტა ნაკლებად კარგად მოდის პირობითად. კახეთის ყურძენს სხვა დამახასიათებელი თვისებები აქვს, იმერეთის ყურძენს დაუშვათ სხვა დამახასიათებელი თვისებები აქვს, ხო? ანუ თქვენ ესე რომ შეხედოთ, რომ მოდი მე რომელი მიწა უფრო მომწონს, მაგას ხო მნიშვნელობა არ აქვს რეალურად. იმ მიწაზე მაინც ისე მოვა ის ყურძენი, როგორც უნდა მოვიდეს. კრიპტოვალუტებში და ინვესტირებაში ზოგადად რა, ფინანსურ ინვესტირებაში, მაინც ისე მოვა ნაყოფი, როგორც უნდა მოვიდეს. უბრალოდ შენ უნდა ისწავლო ერთი რაღაცა. ერთი რომ მიწაზეც მოსამუშაო მოთმინება გაქვს, იმიტომ რომ იცი ზუსტად რომ შენ ამდენი ხანი უნდა ელოდო, უზრახონებაში რომ ინვესტირებას და ვიცი რომ შენ ამდენი ხანი უნდა ელოდო და კრიპტოვალუტაში ეგრეა. ანუ არავინ არ უნდა მოგატყოთ იმაზე, რომ მოდი მე ახლა 100 დოლარს ჩავდებ, ხვალ მილიონერი ვიქნებ. ხო, ეგ სხვა აკადემიების ამბავი არის რა, ჩვენი არა. რეალობა რაც არის, თუ შენ მაგას არ აკეთებ, ვერ ახსნი მაგ არ გეცოდინება ის, ასე ვთქვათ, გეფები, ის ნიუანსები, რომელიც ამ ინვესტირებას ჭირდება, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაგალითად ტრადიციულ ფინანსებში ძალიან კარგი ინვესტორი ხარ თუ არა, კრიპტოვალუტებს თავის დამახასიათებელი აქვს. მნიშვნელობა არ აქვს შენ ვენახს კარგად ული თუ არა, შენ მაგალითად გორში ვაშლის ბაღებს ვერ გააშენებ. შანსი არ აქვს. მაშინ ისიც უნდა იცოდე. თუ ის არ იცის, შანსი არ აქვს, ხო? ანუ მაგალითად თხილეულობას ვერ მოული, არ გეცოდინება ეგ სამეგრელოში მაგალითად რო იციან თხილი როგორ იყიდება რა პერიოდში და როგორ სად იყიდება და ვისთან როგორ იყიდება, ეგეთი ამბავი არის ზუსტად აქეთაც, ხო? ანუ თუ ის კონკრეტული აქტივი არ გესმის, როგორ მუშაობს და მისი ბუნება საბოლოო ჯამში როგორი არის, ხო? ანუ შანსი არ აქვს ბაზარზე გადარჩე. ან კონკურენტი მოგიგებს ბჭყალებში რო ვთქვათ, ან უბრალოდ ბაზარი წაიღებს შენს აქტივებს რა. ახლა რადგან მარტივ ეტაპამდე დავიყვანეთ, ახლა ეს ინვესტირება რა არის და საჭიროება რატო არის, ხო? საბოლოო ჯამში, ანუ ჩვენ რო ცხოვრობდით ახლა პირობითად საქმე, ისეთ ადგილას, სადაც არც მაღაზია, არც ასე ვთქვათ, ადამიანები არიან, რომლებიც რაღაცას კონკრეტულად გვაჩუქებენ,
და არავინ არ გაჩუქებთ. ჩვენ მოგვიწევდა რომ საკუთარი თავი გადავირჩინოთ, ხო? რას გავაკეთებთ რომ მიწის დამუშავებას დავიწყოთ და რაღაცის მოყვანას, ხო? ეგეც ინვესტირება. იცი რომ შენ იმ მიწას რო დაამუშავებ და ბოსტანს რო გააკეთებ, რაღაც პერიოდში საჭმელი საკვები გექნება, რომელიც შენ თავისთვის სიცოცხლისთვის სჭირდება, ხო? და ინვესტირების ნაწილზე როცა უყურებთ ხოლმე, ამას არ უნდა შეხვდეთ როგორც ცალკეულ პროფესიას რა. ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის რაღაც მაგალითად იურისტი ვარ, ბუღალტერი ვარ, მათემატიკა კარგად მესმის, რა ვიცი, ხელოვანი ვარ და რაში მაინტერესებს და ასე შემდეგ. ან კოუბოი ვარ და მე მეცხოველეობას ვეწევი და საერთოდ რაში მაინტერესებს აქეთ, მუდმივად ღარიბი იქნება მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ მუდმივად მოგიწევს იმოძრაო და რაღაცა მომენტში თუ შენი შემოსავალი დაიკლებს, ეგრევე კოტრდები. მნიშვნელობა არ აქვს, რომ 6000, 10000 ლარი თუ 15000 ლარი გაქვს თქვენ შემოსავალი. როგორც კი შენი შემოსავლები დაიკლებს, ან ვიღაცა ჩაგანაცვლებს, ან რომელიმე კონკურენტი დაიმატა, ან რეგულაცია ან რაღაცა მოხდება, შენ ეგ უკვე ჩაგანაცვლებს. და ის პერიოდი, როცა შენ კარგად მიგდი საქმეს, ზუსტად მაგ პერიოდში უნდა დაიწყო ამ ბალიშის გაკეთება და ინვესტირება, რომ შენმა ფულმა შენგან დამოუკიდებლად აქეთ ფული აკეთოს რა. მაგრამ პირველ რიგში სანამ ფულის კეთებაზე გადავა, პირველ რიგში უნდა ისწავლო, როგორ დაიცვა შენი კაპიტალი. როგორ დაიცვა შენი კაპიტალი, რო ისწავლო, ამისთვის კიდევა პირველ რიგში გაიაზრო საბოლოო ჯამში რა არის ფული რა. მოდი ლადოს დავიხმარ ახლა მე და ერთ სხვა ეკრანს გაგიზიარებთ. რამდენიმე ისმინდა რომ გაჩვენოთ სკრინი, რომელიც ესე ვთქვათ, გაგიმზადეთ ამისთვის რა. იმიტომ რომ გამოშვი. ხო, აღვიქვათ, საიდან სად მივედით საბოლოო ჯამში და აი მთელი კაცობრიობის ისტორია ჩათვალეთ სამ იმაზე არის. რა ქვია იმას. ამ სამ სლაიდზე არის რა. ჩანს ხო? გამოუშვებ მაინც ამ? ხო. და პირველი პატარა თავი რო შევაჯამოთ ჩაფთელი. ეს არის ინვესტიცია რატო გჭირდება. და რა არის საბოლოო ჯამში ინვესტიციის მნიშვნელობა რო ავიღოთ რა. და სხვაობა მაგალითად ტრეიდერსა და ინვესტორს შორის. ტრეიდერი არის იგივე ბუღალტერი, იგივე იურისტი, იგივე პროგრამისტი, იგივე მებაღე, იგივე და ასე შემდეგ რა. და ამავდროულად კიდე არის რომ გვიანია ინვესტირება. ნახეთ როგორ რაღაცა მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი ხარ თუ პენსიონერი ხარ. საერთოდ აზრი არ აქვს. საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს. ორივესთვის საინვესტიციო გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში იქნება ან კი ან არა. ანუ რაღაცაში ინვესტირება ან ღირს, ან არა. და ამას უკვე განსაზღვრავს კონკრეტული ფინანსური კალკულაციები, რომლითაც უნდა შეფასდეს ეს და არა ჩვენი შეხედულებები, რომ მე რესტორანი მომწონს და ამიტომ მოდი რესტორანში ჩავდოთ ფული. მე დავუშვათ აგრო ბიზნესი მომწონს და ამიტომ მოდი აგრო ბიზნესში ჩავდოთ ფული რა. ამ ყველაფერს ანუ თითოეულ აქტივს აქვს თავისი მახასიათებელი შემოსავლების და რისკების, ხო? აი ამ შემოსავლებით, რაც უნდა მოქცეს შემოწმებით, აკაცი გეუბნება, წამოდი რესტორანი, სახინკლე გაქვს, მაგარ მაგარ. აი წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაცა რა. რეალურად შენი დღევანდელი ფული, რაც 100 ლარი ეს მაგალითად რესტორანი გაქვს და სახინკლე რა. 100 ლარი არ ღირს, ღირს უფრო მეტი. და ყოველთვის დღევანდელი ფული უფრო მეტი ღირს, ვიდრე მომავალში მისაღები ფული. და რატო? შენ წარმოგიდგენთ მაგაც ხო გეუბნება რომ სახინკლე გაქვს და მეორე მხარეს გეუბნება კომერციული ორგანიზაცია რომ მე 10%-ს დაგირიცხავ შენ ამ 100 ლარზე. ანუ შენი დღევანდელი 100 ლარი როგორც მინიმუმ უკვე ღირს 110 ლარი. იმიტომ რომ ის 10 ლარს მოგცემს წლის ბოლოს. ანუ უკვე 100 ლარის ღირებულება შენთვის არის 110 ლარი, იმიტომ შესაძლებლობა 10 ლარის აქვს. მიხვდით და თემა რა არის რომ ის ტიპი დაუშვათ ჩვენი ძმაკაცი რო გვეუბნება მაგალითად რა რომ ჩავდოთ სახინკლეში. აი დაუშვათ როგორ რაღაც გვეუბნება, იცი რომ პირველ წელს სახინკლეში გვექნება 20 ლარი შემოსავალი, მეორე წელს გვექნება 30 ლარი შემოსავალი და მესამე წელს გვექნება 60 ლარი შემოსავალი. თქვენ რო დაფიქრდებით ახლა 3 წლის განმავლობაში თქვენ 100 ლარიან ინვესტიციაზე სახინკლეში მიიღებთ წმინდა მოგებას, ანუ წმინდა თანხას, ყველაფერი ხარჯია ყველაფრიანად, რომ ეგრე რო ჩათვალოთ 110 ლარს. 110 ლარი ესე რომ შეხედოთ ადამიანურად, 110 ლარი მეტია 100 ლარზე, ხო? მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, იცი? ის მომავალში რომ უნდა მივიღოთ 110 ლარი. რეალურად დღეს რა ღირს? ის 110 ლარი, რომელიც მომავალში გვაქვს მისაღები რა. ამას კონკრეტული ფორმულა აქვს და როგორი რაღაცა. ჩვენ რო დავთვლით ამ ფორმულაში რო ჩავსვამთ ამ ციფრებს და რო დავთვლით 110 ლარი დღეს რა ღირს. თუ გამოვა რომ თანხაში რო 98 ლარი თუ გამოვიდა,
ინვესტიცია შენ გინდ პენსიონერი იყავი, გინდ ბავშვი იყავი, წამგებიანი. იმიტომ რომ ის 100 ლარზე ნაკლებია. შენ საწყის ჩასადებ თანხას. თან იცი რომ აქეთ 10% გაქვს, სადაც არანაირ არაფერი არ გჭირდება, უბრალოდ დებ და 100 ლარი ღირს ერთ წელიწადში შენი 100 ლარი. და ის რომ დათვალო უკან 100 ლარი მისაღები და 102 ლარი გამოვიდა პირობიდან დღეს, ხო? ეგ ნიშნავს იმას, რომ შენი ინვესტიცია ამაში ოკეი მომგებიანია, მაგრამ თუ სახიკლეში იქნებოდა ტოლფასი მომავალში მისაღები 100 ლარის დღევანდელ დღეში 106 ლარი შეადარებდი ერთმანეთს და ნახავდი რომ ოკეი ეს გვერდზე გავწიოთ 106 ლარიანი ინვესტიცია მაწყობს. ბავშვიც და პენსიონერიც, რესტორნის მოყვარულიც და ბოსტნეულის მოყვარულიც, ხორცის მოყვარულიც და სისხლის მოყვარულიც ორივე ამაში ჩადებდა თანხას. ანუ უბრალოდ ამაში უნდა ჩაედო თანხა. მნიშვნელობა არ აქვს რა შეფასებები და რა გემოვნება და რა ასე ვთქვათ შეხედულებები გაქვს სამყაროზე. ფინანსები არის მათემატიკა და არა ემოციები და არა ასე ვთქვათ ისინი რა ქვია წარმოდგენები სამყაროზე და კონსპირაციული თეორიები, ხო? ახლა თემა რა არის? მან ცირთული არის უბრალოდ ის რომ იპოვო, აი ის მაკაცი რო გეუნება რამდენ ლარს მიიღებს შემოსავალს, ეგ შემოსავლის წყაროები მიიღო და რამდენს მიიღებ. ამას კიდე ცალკე დათვლის სჭირდება რა. ანუ ადამიანი რომელიც კითხულობს რა ვიყიდო, ამას როგორც კი ამას გეკითხებათ, ამას უკან მოსდევს დაახლოებით ერთკვირიანი მინიმუმ ერთკვირიანი მუშაობა კონკრეტულად იმ აქტივთან დაკავშირებით, თუ გაგიმართლა ერთკვირიანი და გამოცდილება თუ გაქვს, რომ ამაზე პასუხი გაცე. ამიტომაც არის რომ ადამიანები ამაზე პასუხს არ გაქცევენ, ძირითადად არავინ არ გაქცევთ, მათ შორის არც მე ხოლმე გადაცემებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთი არის იცოდი ამ ადამიანის ინვესტირება სად მიდის და მეორე არის მისი მენეჯმენტი შეუძლია თუ არა. აი ეს rebalansზე რო გიხსნით, მაგალითად რომ გასხლა შეუძლია თუ არა, გადანერგვა შეუძლია თუ არა, რომ ენერგია აიღოს, ახალი ენერგი დაამატოს და გაამრავლოს, ასე ვთქვათ, და დაასტაბილუროს ვენახი, ხო? თორე ვენახი თუ მიუშვი შენ ბოლომდე და არ მოუარე, ის ხო მაინც გაგიფუჭდება საბოლოო ჯამში. ზუსტად იგივე არის პორტფელის. პორტფელი თუ მიუშვი შენ და არ მოუარე, ის ზუსტად ეგრე გაგიფუჭდება. უბრალოდ ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ ვენახს უფრო მეტი მოლაჭირდება შედარებით ვიდრე პორტფელს ფიზიკურად. მაგრამ ტვინით იგივე არის ზუსტად ატვირთვა რა. ახლა აქ რა გვაქვს? როგორ მივიდნენ საბოლოო ჯამში ადამიანები იქამდე, რომ რაღაც გჭირდებოდა და რა არის საბოლოო ჯამში ის რაღაც, რასაც თქვენს რესურსს, ფაქტობრივად ენერგიას, დროს, თითოეული წუთი ახლა თქვენს რომ მე მithმობ დროს და მეც რომ თქვენ გithმობთ დროს, ჩვენ ფაქტობრივად ჩვენს ენერგიას და დროს ხარჯავთ რაღაცისთვის, ხო, რომ რაღაც მივიღოთ აქედან. ახლა ნახე ადამიანები როგორ რაღაცა იყო ადრე, ყველაზე პირველად როცა დაიწყო მარტივად განვითარება, ხო, ყველაფრის. მაქვს თევზი, მინდა პური და და მეორე ადამიანს აქვს, მაგალითად, ჩემს მეგობარს აქვს, რა ვიცი, ლადოს აქვს, ვაშლი და უნდა თევზი. მე კი მაქვს თევზი და შემიძლია მივცე, მაგრამ მე ვაშლი არ ჭირდება. ჩვენ შორის გარიგება ვერ შედგება რა. გამორიცხული. ეს არის ბარტერის პრობლემა. მაგრამ ამის მერე როგორ რაღაცა მოხდა, ხო? ადამიანებმა დაიწყეს ძიება საბოლოო ჯამში, როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა. თქვენ სხვა არ გაჩერდებოდით ამ ადამიანების ადგილას რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ახლა. თქვენ სხვა არ გაჩერდებოდით იდეაში ინერტულად მაინც რაღაცას იპოვიდით, რისთვისაც მე მაგალითად მოვიდოდი და გეტყოდი მაგალითად აქეთ დავიც ვეტყოდი, აი ამას ვეტყოდი რომ მოდი შენ მე მომეცი თევზი და მე შენ გიშოვი პურს მაგალითად რა, მაგრამ 4 და 20 ტრეიდერი რო იყოს, ამას ვეღარ გავაკეთებდი. ამის მერე გადავიდოდი იმ ეტაპზე რომ ბიჭო, ამათ თუ თევზი აქვს და ესე თუ ჭირს და ფაქტობრივად ყველა ზარალდება საბოლოო ჯამში, რომ თევზი თუ არ გაცვალა ამან, 3 დღეში უფუჭდება. ეგ მაქსიმუმ. და თემა რა არის რომ მაგროს შემოვიტანა ესეთი რაღაცა რომ მოდი ვიპოვოთ რაღაც რისთვისაც ყველა ერთ რაღაცაში გადავცვლით და დავიწყეთ კაცობრიობამ როგორ რომ ჯერ ცადეთ პროდუქტები, აი თევზისნაირი პროდუქტები, მაგრამ თევზისნაირი პროდუქტები ფუჭებადია. რადგან მალფუჭებადია, არ გამოდგება ფულად რა. იმიტომ რომ ახლა მე დღეს არ მინდა პირობითად მე დაუშვათ დღეს არ მინდა მე თევზი და მჭირდება მე მაგალითად და მაქვს ვაშლი რა. მაგრამ ხვალ დავიცეუნება რომ ხვალ მომაკითხე შენ მეო და ხვალ დაუშვათ გადავცვალოთ ეგო რა. ხვალ დამჭირდება მე აუცილებლად და აი როგორც ბიზნესში არის რომ მაგალითად ვიღაც გეუნა აი ეზოებში ყველას გვინახავს ალბათ რომ მაწონზე ან არაჟანზე ან იმაზე ადამიანი დადიოდა და ყვიოდა მაწონი ან მაყვალი ან ჟოლო და ასე შემდეგ, ხო? იმ ადამიანმა რო იცის რომ იქ სადღაც ვიღაც კლიენტი ელოდება, მიდის მაგიტო, ხო და რაღაცაში ცulis, რაღაც სანაცვლოდ, ამ შემთხვევაში ლარი. ჩვენ შემთხვევაში წარმოგიდგენთ ლარის მაგრად გვაქვს თევზი როგორც ვალუტა. მეორე დღეს რომ მოვიდეს ეს ადამიანი, ხო, გაფუჭებული იქნება თევზი და აღარ მიიღებს ის გასვლის საშუალებად, ხო? ამიტომ არ ვარ. მეორე ვარიანტი ადამიანებმა ადგეს და ნახეს ცადეს მარილი.
მარილი შვენივრად წავიდა, დაყოფადიც იყო, ხურდა დაბრუნებადიც იყო, გადატანადიც იყო ყველაფერი, მაგრამ როგორც კი მივადექით იმას, რომ რაღაც დიდი უნდა გვეყიდა, პირობითად მიწა რო უნდა გვეყიდა, ან ენერგიები უნდა გვეყიდა, რაღაცეები, ადამიანმა რო წამოვიდა, უბრალოდ წვიმა მოვიდა და მარილი არ გამოდგა როგორც ფული რა. მესამე რაც ვცადეთ, ეს არის ქვა, მოჭრილი ქვა. ესეთი კუნძულები არსებობდა ადრე და ლეგენდის თანახმად ყვებიან ხოლმე, მაგრამ რაღაც არქივებში ჩანს ხოლმე მაგის, ასე ვთქვათ, არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომ ადამიანები რა საკეთებდნენ და როგორ და ერთი კუნძული იყო, სადაც მაგალითად რაღაც კუმეტული ქვა მოიპოვებოდა და ეს ქვა უბრალოდ იყო მახინგან ბუნებრივი ფორმის რა და ამ კუნძულიდან მეორე კუნძულზე უნდა გადასულიყავ, რომ მოგეჭრა წრიულად. კონკრეტული ფორმა მიგეცა ამ კუნძულზე შეთანხმებული ნაწილი რა. გადადიოდნენ, მოქონდათ ეს ქვა და ამ ქვას ცვლიდნენ მე ერთმანეთში. ეს იყო ამ კუნძულის ვალუტა. დაახლოებით ოჯახი იყო იქ, ხო? ყველა ერთმანეთს იცნობდა ესე წამოვიდგინოთ. მაგრამ მან პრობლემა რა იყო, იცი? როცა ერთ ქვას აძლევდი, დიდ ქვას უაძლევდი რა, ხურდას ვერ გიბრუნებდნენ. დაყოფადი არ იყო, ხო ვერ გატეხავდი ამ ქვას, იმიტომ რომ ყველა შეთანხმებული ამ ფორმის უნდა ყოფილიყო რა. ეს არის სხვადასხვა ფორმის მინერალები და სხვადასხვა ფორმის მატერიები არსებობდა, ელექტრუმი იყო მაგალითად ფულის გათვლის საშუალება ერთი პერიოდი, სადაც ერთ-ერთმა თურქეთის ამჟამინდელი თურქეთის იმპერატორმა გადაწყვიტა ის, რომ მოდი ვაჭრებს რადგან პრობლემა გაქვთ, რომ ვერ ანსხვავებთ ყალბ ელექტრუმსა და ნაღდ ელექტრუმს, ამიტომ მოდი ჩვენ დავჭრით ამ ელექტრუმს კონკრეტული ფორმით და მარტო ჩვენს ელექტრუმს მიიღეთ ამ ფორმით იცნობთ. ეგ იყო ამბავი რა. მაგრამ მან პრობლემა გაიჩნდა ის, რომ ეგეც არ იყო, ასე ვთქვათ, კარგად სატარებელი და დაყოფადი. ეს პრობლემა შეექმნა ადამიანს რა. ამის მერე იყო ნიჟარები. ნიჟარების ამბავში იყო, რომ იყო დიდი ნიჟარებიც, იყო პატარა ნიჟარებიც რა. ქვაზეც იგივე ამბავი იყო, დიდი ქვებიც იყო და პატარა ქვებიც. უბრალოდ მე ვეღარ იშლებოდა ქვემოთ, მაგრამ სატარებლად იყო ძალიან ცუდი და ძიმე იყო. დიდ რაღაცებს ვეღარ ყიდულობდი რა. ფაქტობრივად უფრო ვერ აიღებდი, ორტონიან ქვას ვერ წაიღებდი ახლა რა. თემა რა არის, რომ ნიჟარები ჩატეც იყო, არ იყო ფუჭებადიც და ამავდროულად იყო სხვადასხვა ზომის. მაგრამ და პირველი ესეთი დილები ეს ადამიანებს შორის, აი თევზი, ვაშლი და ასე შემდეგ, ჩვეულებრივად მოხდა გაცვლა რა, რომ ნიჟარები ცვლიდნენ ადამიანები. მაგრამ პრობლემა რა გაიჩნდა? ბავშვები წარმოიდგინეთ, ადგენ გავარდნენ სანაპიროზე და უამრავი ნიჟარა ამოიღეს რა. ანუ ნიჟარას პრობლემა ქონდა, რომ მარტივად მოსაპოვებელი იყო. რენდომ მოსაპოვებელი იყო, ნებისმიერ ბუნების ისეთ ადგილას, სადაც დაუშვათ სანაპირო იყო, ყველგან მოიპოვებდი და რა მოხდა? რადგან ბევრი ნიჟარა შემოვიდა ბაზარზე, ანუ ბევრი ნიჟარა მოიტანეს ბავშვებმა, რომლებიც დიდრები გაიჩნდნენ უცებ რა. მერე გამყიდველი ბევრ ნიჟარას ითხოვდა თევში. ინფლაცია მოხდა. ანუ ფაქტობრივად ისევ გაკოტრების პირას მიდიოდნენ, ისევ მიდიოდნენ კოლაფსის პირას ადამიანები რა. ამის მერე ნიჟარის მერე უკვე როცა რაღაც კონკრეტული გარდატეხა მოხდა ამ ასე ვთქვათ ადამიანების ქვეცნობიერში და დაიწყეს ესე ძებნა სხვადასხვა რაღაცებს ცდიდნენ სხვადასხვა ადგილებში რა პარალელურ რეჟიმში. ეს არის რომ ვიღაცა მოიგონა და ბუნებრივად მიაგნო ადამიანმა ამას, რაც ისედაც არსებობდა ბუნებაში და უნდა მიეგნო ამის. თითქოს როგორ რაღაცა ისე თითქოს ქვეშში ვცხოვრობთ და ნული ლეველიდან ვიწყებთ თამაშს სამსაფაროში და ნული ლეველიდან ნენელა მივდივარ და რაც არსებობს იმას ისაც ვიღებ. როგორც კოდითაა წინასწარ გაწერილი კონკრეტული ლეველი რომ უნდა აიღო, რაღაც ეგეთი არის ცხოვრება რა. და ესე მიაგნო ადამიანმა ამას და საბოლოო ჯამში მიადგა ოქროს. მაგრამ ოქროს ნაწილში პრობლემა ის შეექმნა, რომ ერთი დაიწყეს ბრინჯაოს და ვერცხლის შერევა და გაყალბებადი გახდა, არა და ოქრო ყველაფერს აკმაყოფილებდა როგორც ფულის საშუალება და მეორე ნაწილი იყო, რომ საშიში იყო უკვე რა. დიდ რაღაცების აღება თუ უნდა გაქურდავდნენ და გაკაჩაღებდნენ, მოკლავდნენ და ასე შემდეგ რა და ერთი ჭკვიანი ტიპი გამოვიდა და თქვა ეგეთი რაღაცა რომ ბიჭო რატო დავათრევთ ამ ოქროს აქეთ-იქეთო რა. საბოლოო ჯამში ხო ჩვენ აი იმ კუნძულზე იყო ეგეთ შემთხვევა რა, რომ იმ ქვას სახში ინახავდა ოჯახი და ყველა მიცოდა იმ ოჯახს რა ქვა ქონდა. და ესეთი ფურცელი არსებობდა რომ ის რომ დაიწყება ვაჭრობას, ამას დავარქვათ ჩეკი. ამ ჩეკზე ეწერა რომ ამ ადამიანმა ამდენი იყიდა და ყველამ ხო იცოდა იმას ამ ხელა ქვა ქონდა რა ღირებულების ბჭყალებში, ისი ყიდვა შეეძლო იმ ქვას. და იმას ჩეკს რო ნახულობდნენ, იმ ჩეკის მიხედვით ბჭყალებში ნისიაზე აკეთებდნენ რა და ბოლოს უკვე ამ ქვას გამოართმევდნენ. და მე ადამიანებმა ესეთ გამოსილებებით მიხვდნენ იმას რომ მოდი ამ ოქროს ნაწილში კი არ ვათრიოთ ეს ოქრო და კი არ დავისაჯოთ თავები და კი არ მოვიკლათ თავები და ასე შემდეგ. მოდი სადღაც შევინახოთ ეს ოქრო. კონკრეტულ ტიპის ხელმოწერა და ბეჭედი გვინდოდეს, რომ ვიცოდეთ რომ ეს ყალბი არ იყოს და ნაღდი იყოს და ფურცელზე დავაწეროთ და უშად რამდენი დოლარის უნდა იყოს. სალომე მე მგონი არ არის აქტორი, მაქვს ეგ ნოუთები 1776 წლის ამერიკული დოლარის ნოუთები მაქვს, სადაც
წერია როგორ რაღაცა, იცი? აი, ხელმოწერაა და ამავდროულად არის რამდენი დოლარია და რამდენ ოქროს ეკვივალენტია. ანუ შენი საკუთრება რა არის ოქროს. აი ახლა თქვენ რომ უძრავ ქონებას არეგისტრირებთ საჯარო რეესტრში. თქვენთან ხო ამონაწერი ამოდის, ანუ თქვენ გაქვთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ადასტურებთ, რომ ეს სახლი ჩემი, ამ სახლს ხო არ გადმოიტანთ აქეთ-იქეთ, ხო? ხო არ წაიღებთ გარიგებაზე აქეთ-იქეთ, რომ მოდი აჰა, შენ სახლი. ამას ხო ვერ იზამთ, ხო? სახლი თავისთავად არსებობს იქ სადაც არსებობს, ამაზე აბეჭდინებთ რეესტრს, კონკრეტულ დოკუმენტს და ამ დოკუმენტს უცვლით ფულში ვიღაცას. რეალურად ამას აკეთებთ რა. ზუსტად ეგეთი რაღაცა იყო ოქროს სტანდარტი რა, რომ ოქრო კონკრეტულ სასწავლში თავრობამ ჩაიბარა, მოდი მე შევინახავ, თავის ძროხის ბანკები იბარებდნენ, მე შევინახავ, ამას დავბეჭდავ და გაძიო. მაგრამ მან ადამიანებს მოუწევთ ესეთი პრობლემის შეჩეხება, რომ საცავთან შეხება აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ ტიპს, რომელიც ხელს აწერს notes. და პრობლემა ის გაიჩნდა, რომ რა მოხდება, როცა ის ტიპი, რომელიც notes ხელს აწერს, თავისთვის ან ვიღაცის სასარგებლოდ მიუხედავად რომ ოქროს რაოდენობა არ შეიცვლება საცავში, იმიტომ რომ აი ჩვენ ვინც ვართ ახლა, ვინც ვიყურებთ და ვინც ერთად ვზივართ და ვუსმენთ ამ ყველაფერს, წარმოგიდგენთ თქვენ რომ ეს იყოს ოქრო, ეს ოქრო ავდეგით დავტოვეთ აგერ ავთოსთან რა და 3 ცალი ოქრო გვაქვს დატოვებული. ოქრო არ იცვლება 3 ცალზე მეტი არ არის ფიზიკურად, მაგრამ მე ავდექი და გიყურებთ ახლა თქვენ და ვიცი რომ თქვენ რეალურად ოქროში კი არ ცვლით რაღაცებს. აი ამ ოქროზე რომ ის სერტიფიკატი დაუბეჭდე, საჯარო რეესტრში რომ ის ამოგიწერე. აი ეს სერტიფიკატი რომ დაუბეჭდე, იმ სერტიფიკატის სანაცვლოდ ცვლით რაღაც, ანუ დობაზე გადახვედით რაღაც დონეზე, ხო, რომ თქვენ ენდობით იმ notes, რომ იმ ის note არის ნაღდი და იმ notes მართლა ეკუთვნის ეს რაოდენობა. 3 ცალიდან 1 ცალი ოქრო. და მე როცა დაგჭირდებათ, არ ვიცი, თუ შეიძლება დაგჭირდეთ, მიხვალთ იმ სასავში და რა ვიცი, ოქროში გადასვლით. მაგრამ ეს არასდროს არ ხდება, იმიტომ რომ თქვენ note-ით გირჩევთ, ქაღალდით გირჩევნიათ რა, იმიტომ რომ იცი რომ ისიც იმასაც ჯერა ამ ქაღალდის. შენს გჯერა ამ ქაღალდის და უბრალოდ ამ ჯერაზე ამ ქაღალდს უცვლი და ყიდულობ სახლს. ამ ქაღალდს აძლევ და ყიდულობ ვაშს. ამ ქაღალდს აძლევ და ყიდულობ იმას რა ქვია, თევზს რა. თემა რა არის რომ საბოლოო ჯამში მე თუ მეტი note-ი დავბეჭდე, ბაზარზე ბევრი note-ი გაჩნდება, ხო? და რატო გაჩნდება ბევრი note-ი? მე ვიღაცას დავიბეჭდე 100 ცალი note-ი, როცა 3 ცალი ჩეკი უნდა არსებობდეს, 103 ცალი არსებობს ბაზარზე. ეს 100 ცალი ჩეკი ავდექი და მივეცი მეთევზეს, მივეცი ვაშს, თევზი ვიყიდე, ვაშლი ვიყიდე, გემი ვიყიდე, სახლი ვიყიდე, ყველა. იმათთან ხო უკვე გაიფრქვა ეს ჩეკები. ისინი ხო თავისთავად დაიწყებენ ამ ჩეკების მიცემას სხვებისთვის, რომ იმათაც ხო რაღაცა ჭირდებათ. როგორც თქვით, აქ ბარტერის პრობლემა რაცა, ამას რაღაცა ჭირდება, რომელიც ამას აქვს, ამას რაღაცა ჭირდება, რომელიც ამას არ აქვს. და ეს და ამაჩი რომ გარიგება მოხდეს, აქ რო წარმოვიდგინოთ, რომ ჩეკი გაიცვალა და ამან თევზი მისცა ამას და ამან ჩეკი მისცა. აქ აქვს უკვე ჩეკი თევზის მაგივრად ამას. და ჭირდება პური. ახლა პური ვინც აკეთებს, იმას უნდა მიადგეს ამ ჩეკით და იმასგან უნდა იყიდოს. და საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ ბაზარზე ფასები იწევს, იმიტომ რომ ბევრი ჩეკი გაიჩიტა ბაზარზე, როცა ამდენი ოქრო უკან სასავში არ არის. და რო გაიჩიტა ამდენი ჩეკი, უკვე ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ოპა, ეს ჩეკი, რა ვიცი, უფასურდება და ეს ახლა ანუ შიშის ამბავია რა, მოდი წავა და ოქროში გადავსვი, ას მეკუთვნის მე და მიადექი საცავში. და ეუნები რომ რაც მეკუთვნის, აგერ შენ ჩეკი, მომეცი ოქრო. მაგრამ საცავში შიგნით 3 ცალი ოქრო დევს. მეტი არა. ფიზიკურად მეტი არა რა. და ახლა შეხედე როგორ გაწყვეტილება უნდა მიიღოს ტიპმა, რომელიც სასავთანაა. ეს ტიპი გაიქცა ჩათვალეთ, ვინც ხელს აწევს. ვინ დააკმაყოფილოს ან ვინ არა, თუ ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ვინმე და ასე შემდეგ რა. საბოლოო ჯამში ადამიანები მივიდნენ იმ სისტემამდე, რომ ნუ აქ ერთს არ უნდა ჩავაბაროთ, მოდი ჩავაბაროთ, რა ვიცი, რამდენიმე ტიპსო რა. და იყო ესეთი, ასე ვთქვათ, პერიოდი, როცა ბანკი მაგალითად, აი, რო წარმოვიდგინოთ ეს რა, ოქროსაცავი, ბანკი ბეჭდავს იმ კონკრეტულ ბანკნოტს, მერე ბანკნოტი კონკრეტული უდრის კონკრეტულ ოქროს, ხო? და მერე ნებისმიერ დროს შეიძლება გადაცვალა ოქროთ. ეს ამბავი იყო მაშინ რა, მაგრამ აი აქ ეს ტიპი რასაც ბეჭდავდა, ეს თუ ბევრს დაბეჭდავდა, შენ გაკოტრებული იყავ და ისევ კოლაფსი. რა გაწყვეტილებას არ უნდა მიიღო ამ შემთხვევაში, ვიღაცას დაუკმაყოფილო, ვიღაცას არა პირობითად რა, ან ყველას დაუკმაყოფილო ნაწილობრივ. რამდენიც გაქვს 3 ცალი ოქრო გვაქვს და 100 ცალი კაცია მოსული, 100 ცალი ქვითრით, ხო? 3 გავყოთ 100-ზე, რაც გამოვა და ნუ 0.03-ს დაურიგებთ ყველას რა. მეტი არაა ჯიგარი. ამ დროს იმას ეკუთვნის პირობითად 50 ცალი ოქრო.
ბარე, ისა რა ქვია, მოჭრილი ოქრო ეკუთვნის 50 ცალი დაუშვათ, ხო? თემა რა არის, რომ საბოლოო ჯამში კავშირი ამ საცავთან მე უკვე ადამიანმა გაწყვიტა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ბიჭო, მომენტ ადამიანები საბოლოო ჯამში არიან იმაზე მაინც, რომ საცავს ესენი ხო ვერ უყურებენ ლაივში, რამდენია იქ ოქრო და რამდენია. კაცვი მარიცი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინაში რამდენი ოქროა? კაცვი მარიცი. ეგ ვინც იცის, იქ მუშაობს. იმათ ფასიციან თუ არა კაც მარიცი. არავინ არ შეუშვებს, შენი საცავში არ გახსნილა კაი ხანი. თემა რა არის, რომ ეს ოქროსთან კავშირი გაწყდა 70-იან წლებში და ადამიანი მიხვდა, რომ რადგან ეს დობაზეა დამოკიდებული, რაღა ჯანდაბად მინდა ვაფშე ამაზე მიმა. მოდი პირდაპირ იყოს ბანკნოტი. და რავი, თქვათ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზეა მიბული. დანარჩენი დაიჯერებენ, იმიტომ რომ რავი, ადამიანებს ყველაფერს ჯერა. რასაც ვეტყვით, იმას დაიჯერებენ. როგორ ვეტყვით, გააჩნი. აი, ჩვენ რომ მაგალითად აკადემიის იმას მარკეტინგს ვაკეთებთ ხოლმე, ჩვენს მეგობრებს რომ ვეკითხებით ხოლმე რაღაცებს დაუშვათ მარკეტინგში ან იმაში ვინც არიან ხოლმე, ყოველთვის აქვთ რეაქცია, რომ ბიჭო, ცუდად ეუბნებით, სხვანაირად უთხარით. მაგალითად, თუ ჩააბარე პიქსელ აკადემია, მიიშოვი $1,000,000 რაღაცა ეგეთ ჭყალებში რა. და მაგრამ ამას თავის შედეგები მოყვება რა და ამის გააჩნია როგორ გინდა რომ დაპოზიციონო. ამის ჯერა ძირითადად მარკეტინგის ხალხს. გააჩნია როგორ შეგიფუთავენ, ყველაფერს მოკიდიან. და იდეაში მართლებიც არიან. თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი მარკეტინგი არის ბანკნოტი, რომელიც გამოუვიდა სამყაროში, ხო ადამიანს. ბანკნოტს, რომელსაც ფიატ ფულს ვეძახით, რომელიცაც ჩვენ ქაღალდის სახით ვიცნობთ რა, არის უბრალოდ მხოლოდ დობაზე დამოკიდებული ტიპი. მეტი არაფერზე, აბსოლუტურად არაფერზე საერთოდ რა. ანუ შენ თუ დაარწმუნებ ადამიანებს, რომ პირობითად ბიტკოინი არის უკეთესი საშუალება გაცვალო და ამას აგრძნობინებ და აჩვენებ, ადამიანი გამოიყენებს ამას. და ამას ვერ გააჩერებ რა, შანსი არის. და შენ თუ აჩვენებ, აი წარმოვიდგინოთ, აი ეგეთი პარალელური სამყარო წარმოვიდგინოთ, ვიცით ვენესუელაში რა ხდება. დედა აქ ნატირები მაგათ ფიატ ფულს. დედა აქ ნატირები თავრობას, დედა აქ ნატირები პოლიტიკურ სიტუაციას, დედა აქ ნატირები ეკონომიკას. აი ახლა ჩვენ რაც მოყვევით, ეგ მოხდა ვენესუელაში. ყველგან ერთ და იგივე ხდება. ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთან მოხდა 90-იანებში. არგენტინაში მოხდა სადღაც ეგეც მე მგონი 90-იანებში ხო თუ 2000-იანებში არ მახსოვს. იტალიაშიც იყო ეგეთი ამბავი, როცა ბანკები გაკოტრდნენ და ფაქტობრივად სოფლიოში მერვე ეკონომიკა იყო და სახე გაძვრა იტალიას და ადამიანმა თავი მოიკლეს და მთელი ამბები იყო. ანუ თითქმის ყველგან ერთი და იგივე ხდება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ეკონომიკის მიუხედავად და ასე შემდეგ. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი დეპრესია მაგალითად რა. და ბევრი კრიზისი გაიარა სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა პერიოდებში, ამ სხვადასხვა ქვეყნებმა და ადამიანების ჯგუფებმა. მაგრამ პრობლემა და ასე ვთქვათ, სიმპტომი ამისი იყო ერთი და იგივე. და წრიულია რა და როგორ რაღაცა არის. ამ ფიატ ფულსაც მივადგები 2008-ში რა მოხდა, მარტივად რო შევაჯამოთ ეს და მე საითკენ მიმყავდა ამდენი ხანი საუბარი და ინვესტიციებს რა კავშირი აქვს ამას მაგას აგიხსნით რა. ნახე როგორ რაღაცა ეს თქვენი ქაღალდი, რომელიც დობაზე დამოკიდებულია მხოლოდ და ამაზე ვერანაირი ანუ აზრი არ აქვს რა, ეს ტრადიციული ეკონომიკის სასტავი და ჭკვიანი სასტავი თუ იმაზე შემეკამათებოდა, ეგ დობაზე არა დამოკიდებული და რაღაც ღირებულება აქვს, უბრალოდ თაერზე მელაპარაკება და მაგოიმებს რა. ცდილობს და დამაგოიმებს რა. თვითონ გოიმია და ცდილობს რომ ეს გოიმების იმაში შემიყვანოს, კლუბში შემიყვანოს და აზრი არ აქვს მხოლოდ მაგას საუბარს რა. მაგრამ ჩემთვის მიღებული ფაქტია ეს უკვე. და იდეაში ფაქტია რა, რომ შენ დობის ხარჯზე ცვლი რაღაცაში. აი დოლარს ინახავ პირობითად, იმიტომ რომ ლარს არ ენდობი. ფუნტში ინახავ, იმიტომ რომ ლარს არ ენდობი. მაგრამ ფუნტს ხო ენდობი რა, ეგ ამბავია. ის კი არა რომ ფუნტს რამე ღირებულება აქვს თვისობრივი. ის რამდენჯერ შეცვლილა დოლარი, ხო, მაგალითად, აგერ ტრამპი პირობითად აპირებს $250 კუპიურის გამოცემას თავისი იმით, ხო, პორტრეტით პირობითად. ხო, ანუ კიდე რამდენჯერ შეიცვლება ეს კუპიურა და ამ კუპიურას საბოლოო ჯამში რატო ენდობი, ხო? ანუ ვიღაცა ის ტიპი ამაში მზადა რაღაცა გადაგიცვალოს. ეგაა და ეგ. აქ ცოტა ამერიკის დოლარის შემთხვევაში ჩახლართულია ნავთობის ისინი რაზეც ასე ვთქვათ, დაივალდებულეს თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის მერე. იმის მერე უკვე ფაქტობრივად ფიატ ფული მაგათი მიბმული არის, მაგ ნაწილს ანუ სიძლიერე冊ი არის, მაგრამ დაბეჭდა არაფერზე არ ამიბმული რა. საბუღალტრო წიგნიც კი არა მოწესრიგებული. ახლა თემა რა არის? ეს ფიატ ფულზე რო გაწყვიტეს ოქროსთან და რო გადავიდა ეს ჩვენი ფიატ ფული საბოლოო ჯამში ნდობაზე. ნახეთ როგორი ციკლი ხდება ხოლმე რა. აი ეს ჩვენი ჯიგარი, რომელიც არის ცენტრალური ბანკად წოდებული უკვე, მაგრამ მანამდე მთავრობა, ბეჭდავს ფულს,
ადამიანები მე ამ შემთხვევაში ამ დაბეჭდილ ფულს ადამიანებს დისტრიბუცია ხომ და მოხდეს ამ პროდუქტის რა მე რო გოლში ვაშლი მოვიყვანე ამის დისტრიბუცია ხომ და მოხდეს ამის დისტრიბუციოდ მე ვიცი რომ აი მაგალითად ქუთაისში ბაზარსაც ვეძახით ხოლმე ჩვენ თბილისში აგერ დინამოს იმაზე ან ნავთლუღში ამას მივიტან და იქ ვინც ყიდის ის არის დისტრიბუტორი რომელიც ამას გაავრცელებს ცენტრალური ბანკის შემთხვევაში ან მთავრობის შემთხვევაში ამ დაბეჭდილი ფულის გამავრცელებელი არიან ფინანსური ინსტიტუტები. ერთ-ერთი სახეს იცნობთ ეს არის ბანკები, ხო? და ბანკები ამას ავრცელებენ. ავრცელებენ როგორ, ხო? თემა რა არის? დაუბეჭდე, მივეცი დისტრიბუტორს, დისტრიბუტორმა გასცა, ანუ სესხად მისცა, სესხიდან მაგალითად ამათმა ხო მეტი ფული შემოვიდა, თითო 100 ლარზე, 100 ლარიან დეპოზიტზე. ბანკ შეუძლია ფულის მულტიპლიკატორის ფუნქციიდან გამომდინარე, რომ 100 ლარი დეპოზიტად მივიღე, 90 ლარი გავასესხე, 90 ლარიანი რო გავასესხე, იმას ხო რაღაცისთვის უნდა ადამიანს, ისე 90 ლარიდან იმან რაღაცა იყიდა, ვისგანაც იყიდა იმან 90 ლარი ისევ დაუშვათ სხვა ბანკში ჩადო, იმ სხვა ბანკმა 91 ლარი გაასესხა, 91 ლარით რაღაცა იყიდა, 91 ლარი შემოვიდა დეპოზიტზე, მე გავასესხე 74 ლარი, 73 ლარი და ესე რა. საბოლოო ჯამში მე 980 ლარს გავცემ ბაზარზე. და მაგალითად თითოეული 1 ლარზე 9 ლარი ემატება ბაზარზე ფულის მულტიპლიკატორის დამსახურებით. რაც იდეაში ზრდის ეკონომიკას რა, მაგრამ ნახე რა ხდება, ბაბლია რა. ამ დროს მივიდა კაცობრიობა იმ ეტაპამდე, როცა ჩახსნა ნდობა დაუშვათ რაღაცასთან საზომი ერთეულთან, ამ შემთხვევაში ოქრო იყო საზომი ერთეული და მიხვდნენ რომ ნდობაზე იყო, მაგრამ დამოკიდებ კაც შვილმა არ იცოდა სასავში რა იყო. ჩახსნა ოქრო, გადავიდნენ პირდაპირ იმაზე, რა ქვია, ბანკნოტზე და რადგან პრინტერი ჩავრთეთ, უკვე და ნდობაზე დამოკიდებულები, როგორ რაღაცა. დაუბეჭდე მივეც დისტრიბუტორს, დისტრიბუტორმა გასცა, ანუ რა მოხდა, რომ ადამიანებს მეტი ფული გაუჩნდათ და რეალურად 100 ლარმა დისტრიბუტორის ხარჯზე 980 ლარი წარმოშვა, ფაქტობრივად 9.8 ჯერ გაზარდა ფულის მასა ბაზარზე. ფულის მასის ზრდა რას იწვევს, რომ მე თუ მეტი ფული მაქვს უკვე, მეტ რაღაცაში ვხარჯავ. მეტ რაღაცაში ვხარჯავ და მეტ ადამიანს მეტი ფული გვაქვს, მე რომელიც ისა ვარ, რა ქვია, ასე ვთქვათ, მომწოდებელი ვარ და 3 ცალი რაღაც რომ აქვს და 10 ცალი ის რომ ყავს, რა ქვია, სურველი და ამ 3 ცალი რაღაცისთვის მე უკარო უნდა ის რომ ძვი მიძრება და მეზრდება და მიზრდება. ზუსტად ესე ჩემსავით დაუშვათ მომთხოვნი, რომელიცაც ამის დამზადება უნდა, კიდე გამრავდა, იმიტომ რომ მეტი ფული გაჩნდა ბაზარზე, მეტი ადამიანი მეტი ფულით, ხო? თემა რა არის, რომ მეც ხო ვაძვირებ და საბოლოო ჯამში ეს იმ წერტილამდე მიდის, რომ ვიღაცამ დაუშვათ ან სესხი ვერ გადაიხადოს, ან კონკრეტულად ცუდი სესხია გაცემული, ან კონკრეტულად დაიჯერა, რომ უბრალოდ უნდა გამოიტანოს თავის დეპოზიტი. რეალურად საცავში დევს 10%, 10-15% რეზერვი. მეტი ფული იქ არ ჩერდება, იმიტომ რომ ფულის მულტიპლიკატორი დანიშნულება არის, რომ ამ 100 ლარიდან კი არ მივიღო მე მოგება სესხზე. არამედ მივიღო 980 ლარიდან. და მან ერთადერთი პრობლემა არის, რომ თუ ადამიანები სწრაფად მივლენ ამ დეპოზიტების გამოსატანად, რა, აი როგორც ოქროს მიადგენენ ამ შემთხვევაში ოქროს საცავს, რომ მომეციო და რასაც გამიხილავდით, რომ არ გქონდა მაგდენი ოქრო. აი ზუსტად ეგრე არ არის მაგდენი ბანკნოტი საცავში. და ყველას არ ეყოფა. ან ხდება ბენკრანი და მაგდროს ან ბეილაუთი მოხდება, ანუ თავრობა უფრო მეც დაბეჭდავს, მისცემს დისტრიბუტორს, რომ დისტრიბუტორი გადარჩეს და აქეთ ნაწილობრივ დაზარალდებიან ასე დეპოზიტორები, რაც მოხდა 2008 წელს. ან მაგალითად მეტი ფული იქნება და ეს ფული ვიღაცამ რო ვერ გადაიხადოს თავის დროზე, ყველა დანარჩენი დომინოს პრინციპით მიყვება, იმიტომ რომ დეპოზიტარებს ვეღარ უხდის ის შენი ასე ვთქვათ მიმღები, დისტრიბუტორი და ან კიდე ფასები იმ დონეზე გაიზრდება, რომ ეს ფულის მასა აღარ ეყოფა და სადღაც ეგ მაინც გასკდება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში კოლაფსია. ანუ ეს წრე უეჭველი უწევს ამ სისტემაში. იმის გამო კი არა, რომ ვიღაცა ცუდი ტიპია, ცუდი განზრახვა აქვს, ან ცუდი ოჯახის შვილია და ასე, ან კარგი ოჯახის შვილია და ასე შემდეგ და ეს როგორ შეეშალა და ასე შემდეგ რა. არა, უბრალოდ ამ სისტემის მთელი ბუნება, აი ამ სისტემის მთელი ბუნება, ესო წავშალოთ, აი ესო წავშალოთ, აქ რო გადავშალოთ, არის ის, რომ უბრალოდ გინდა არ გინდა, ადრე თუ გვიან ეს სისტემა კოტრდება. ხო და ამის ბუნება, უბრალოდ მე რა ხდება, ხო, კაცობრიობა რას აკეთებს? მე უბრალოდ წრეზე მივდივართ. ისევ თავიდან ვიწყებთ. ვიღაცები გაკოტრდნენ, ოკეი, კაცო, თავიდან ვიწყებთ, ამას წლები ჭირდება, რომ ეს წლე დატრიალდეს. ზოგიერთ შემთხვევაში 3 წელიწადში მოხდება, ზოგიერთ შემთხვევაში 15 წელიწადში მოხდება, ზოგიერთ შემთხვევაში 17 წელიწადში. ამიტომ რა უკეთესი მაინც გვაქვს სისტემა, ფულის სისტემა, ან ფინანსური სისტემა უკეთესი გვაქვს, ვიდრე აქამდე იყო.
და ახლა რატო ვახსენე ეს ყველაფერი? აი, თითო მაგალითში და თითო განვითარების ისტორიაში, ხედავთ, ადამიანებს ეს რაც ჭირდებოდა საშუალო დაცვის საშუალება, ანუ ფული, რომელიც დობაზე დამოკიდებული რაღაცაა. ჭირდებოდა თუ რაღაც ეკიდათ, მაგრამ თემა რა არის, ნახე, შენ როცა დროს ხარჯავ, აი, ვაშშო ყიდი და იმისთვის რომ რაღაც სარგებელს იღებ, რომ რაღაც იყიდო იქეთ რა. შენ ხო აქეთ რაღაც კონკრეტული რჩება და ამას თუ ინახავ შენ ქეში მუთაკაში, როგორც არგენტინელი ბებო რო გავიცანი დაუშვათ 2023-ში, მისი შვილიშვილი 2 პესოიანები რო ამდენი ქონდა სავსე და $60 ღირებულების ხო მთელი ცხოვრება რო აგროვებდა. მოგიწევს ეგრე. შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, შენ ეს მიღებული ფული, რასაც დღეს ფულს ვეძახით, იმიტომ რომ ხვალ ეგ იქნება თუ არა ფული კაცმა არ იცის, ხო? იმიტომ რომ კაცობრიობაში ყოველ ეტაპზე ეჯერა კაცობრიობას, რომ ის იქნებოდა ბოლო ფული. ხვალ ეგ იქნება თუ არა ფული არ იცის. ანუ გაცვლის საშუალება მიიღებს თუ არა მეორე ადამიანი ამას რაღაცისთვის. ანუ შენ შეძლებ თუ არა იმ დოვლათი, რასაც დროს ხარჯავ, ენერგიას ხარჯავ, რესურსს ხარჯავ, ეს დოვლათი საბოლოო ჯამში შეირგო. და მაგისთვის ზუსტად იმისთვის რომ შენზე რადგან შენზე დამოკიდებული არ არის, აი ეს რამდენს დაბეჭდავს და გაგაკოტრებს თუ არა ხელოვნურად, ანუ ხელოვნურად დაგბეგრავს თუ არა. ანუ გადასახადს გახდევინებს თუ არა. რა სიტყვას გინდა ის უწოდე რა. საბოლოო ჯამში ხელოვნურად გაგქურდავენ თუ არ გაგქურდავენ, იმიტომ რომ გაგქურდო არის, ხო? ამ მნიშვნელობა მე მოვა შენ ჯიბეში ხელს ჩაგიყობ და 100 ლარს ამოგიღებ, თუ უკეთეს ვიზამ, ვაფშე მოსვლა არ ჭირდება. არ ჯიბეში ხელის ჩაყოფა. ავდგები მეორე 100 ლარიანს დავბეჭდავ და ახლა უკვე 200 ლარია ბაზარზე და შენი 100 ლარი აღარ უდრის უკვე იმ 100 ლარის ღირებულებას. ანუ შენი 100 ლარი ამ სამ იხს კი ვეღარ ყიდულობ. უკვე ყიდულობ ერთს. და მე შენ ფაქტობრივად მოგპარე 70 ლარი. შენი ჯიბიდან ისე რომ არც კი შეგეხი, არც კი დაგინახი, არც კი შეხვდი, არც კი დაგელაპარაკი, ხო? და ამას რო გაუმკლავდე და ამას რო შეებრძოლო. პირველ რიგში მაგიტო არის სწორედ იმას რო ვიმეორებ, რომ უნდა იცოდე კაპიტალის დაცვა. კაპიტალის დაცვისთვის რომელია უკეთესი უკვე ბაზარზე, რომელია აქტივი და რომელია ინვესტირება, ვენახში დარგვა, ბიტკოინში ინვესტირება თუ სხვა რამე, ამას ჭირდება კალკულაციების ცოდნა. ამ შემთხვევაში ჩვენი გეგმა რაც არის ბაზარზე, მოიცა ამას გავთიშავ, ჩვენი გეგმა რაც არის ბაზარზე, ეს არის რომ ვიყიდოთ, ასე ვთქვათ, ის აქტივი, რომელიც აი ამ პრინტერის მუშაობას გაუძლებს და აჯობებს პირველ რიგში და მეორე არის უკვე რომ თუ შევძლებთ იმას, რომ ამაზე მეტი გავაკეთებინოთ, რომ ღირებულებაში რომ ბიტკოინ მაგალითად უძრავ ქონებაში უფრო ნაკლების დახარჯვა მომიწიოს, თუ მინდა უძრავი ქონება ან მანქანა, იმიტომ რომ აი უძრავ ქონებას, მანქანას, მიწას და ასე შემდეგ ამას ანუ თვისობრივად ღირებულება აქვს. რაზეც კამათი არის ხოლმე ზოგადად ადამიანებში, ეს არის ხოლმე რომ ყველაზე სერიოზული კამათი, სადაც შეიძლება რომ დებატს აზრი კონდეს და შინაარსი კონდეს, ეს არის რომ ბიტკოინს არ აქვს შინაგანი ღირებულებაო. და რას ნიშნავს ეს შინაგანი ღირებულება აქტივის ზოგადად, მეგობრებო? არის ორი მიმართულება რა. ერთი თეორია ამბობს, რომ შინაგანი ღირებულება აქვს მხოლოდ და მხოლოდ აი მიწას, ბოსტნეულს და ასე შემდეგ, აი ვაშს აქვს თავის დადებითი თვისებები, ხო? თავისი ღირებულება აქვს რაღაცა. აი ხორს თუ არ შეჭამ თავისი ღირებულება აქვს, ხო? ანუ ადამიანის ორგანიზმისთვის, ნუ მე ვეგანებს ვერ დავეთანხმები, ჩემთვის აუცილებელია. ლობიო, ცილა და ასე შემდეგ. ხო, ამას შინაგანი ღირებულება აქვს რა. მაგრამ მაგ შემთხვევაში არის ორი რაღაცა. თუ ისინი ამბობენ, რომ ოქროს შინაგანი ღირებულება აქვს, მაშინ ვერ ვეთანხმები. ვერ მიყვება. მაშინ ბიტკოინსაც შინაგანი ღირებულება აქვს რა. მაგრამ თუ ამბობენ, რომ არც ოქროს არ აქვს შინაგანი ღირებულება, მაშინ აი მან უკვე საკამათოა. და მეორე ხარი არის რომ ამბობენ რომ შინაგანი ღირებულება აქვს მათ შორის ფულს, ანუ ფიატს, აი ახალასაც ვხსნიდით, მაგრამ არ აქვს ბიტკოინს. და აქ უკვე ჩემი აზრით გაურება ჭირს ადამიანს რა, იმიტომ რომ თუ შენ ამბობ რომ აი ფიატს, რომელიც უბრალოდ ნდობაზე დამოკიდებული რაღაცა ქაღალდი არის, აქვს შინაგანი ღირებულება, მაშინ ბიტკოინს მით უფრო აქვს შინაგანი ღირებულება. და რას გვეუბნება დატა ამ შემთხვევაში? ჩვენ შემთხვევაში რებალანსი, ანუ ვენახის მოვლა გამოიყურება, მეგობრებო, ეს. აი ეს არის ჩვენი ვენახი. და ამ ვენახის მოვლა რა. ხოლადო. საჩარტე? აი ხა გავაზიარე. ოკეი, მიდი აბა. გაზიარე. მე გაზიარებული მან. კი ბატონო. აი ჩვენ შემთხვევაში ვენახის მოვლა გამოიყურება ეს, რომ პირობითად აქ ახლა მაგალითად პირობითი ციფრები, ეს არის ვირტუალური პორტფოლიო, მეგობრებო, ეს არ გეგონოთ რეალური პორტფოლიო რა. აქ არის ვირტუალური ციფრები, რომ როგორ დავამენეჯმენტოთ და აი
რებალანსზე რო გესაუბრებოდით და რეალიზებულ და არარეალიზებულ მოგებაზე. არარეალიზებული მოგებაა ის კურსენი, რომელიც ჯერ კიდევ არის იმაზე და ელოდები როდის დამწიფდეს. რეალიზებული არის რომ დამწიფდა მოწვიტე ჩადე კალათაში რა და უკვე შეიძლება რომ გამოიყენო რაღაცაში. ვინისთვის გაუშვა მაგალითად, ანუ დოლარზე რო წარმოვიდგინოთ, დოლარი კიდე იყიდო ბიტკოინ მაგალითად, ან რაღაც სხვა რაღაც გააკეთო პირობით, ან ამ სხვა ბიზნესში გააკეთო, ან და მეორე ამბავია რომ სიამო რა მანქანა იყიდო, სახლი იყიდო, დაისვენო და ასე შემდეგ. რა, მაგრამ რეინვესტირების უთანხა მაინც ჭირდება. ჩვენთვის რა არის ახლა ვენახი? ვენახი არის ეს, total portfolio value. ამ შემთხვევაში total invest-ით არის ის ნერგები, რომელიც ჩვენ საწყის ეტაპზე ჩავდეთ. დავრგეთ და ამას ნაყოფი უნდა მოესხა. Profit loss-ი ამ შემთხვევაში არის ჩვენი ნაყოფი, ანუ 154,000 დოლარის ნაყოფი აქვს მოსხმული ამას. ეს არის ვენახის რაოდენობა, ანუ 68 ცალი ნერგი მაქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძნები დარგული რა. ამ პორტფოლიოზე შიგნით რო გადავიდეთ. არის ესეთი სიმახინჯე უცაბედად როცა შეხედავთ რა. და შეხედავთ როგორ რაღაცა არის. ეს total value არის ჩემი ახლა არსებული ვენახის, რომელიც მე ჯერ კიდევ არ ასე ვთქვათ, არ გამიყიდია. უბრალოდ არ გამისხლავს და არ ასე ვთქვათ, მომიწვეტია ناقოფი რა. ჩემი არსებული ვენახის ღირებულება რა არის? ახლა რომ ჩავიდეთ, ამ წამს რომ ჩავიდეთ კახეთში და რომ ვნახოთ ვენახი და იმ ვენახის ღირებულება რა იქნება რა. Total invest-ით არის ის ვენახის ენერგები, რომელიც მე ამ იმაში ვენახში დავგე თავის დროს. ის ღირებულება რა იყო? Total PNL არის ჯამურად ახლა ჩემი ვენახი როგორ გამოიყურება რა? ჯამურად. ანუ რაღაცა ხო გავკიდე, ესა რეალიზო მოუწყვიტე ეს ყურძენი, რაღაცა დავტოვე და ეს დალპა. მაგალითად რა. და ნუ ახლა ამას ახლა უნდა მოვუარო. შეხედე ადამიანებს კიდე ინვესტირებს რა ეშლებათ, რომ ეს რომ მინუს უყურებენ, მინუს ბოლომდე ყვებია, რომ ის ამოვა ზემოთ. და rebalansს არაკეთებენ რა ნაწილში რა. არაკეთებენ იმ ნაწილში, რომ შენ თუ ამას მაგალითად დამპალ ყურძენს არ მოწყვიტავ და არ მისცემ საშუალებას ახალი ناقოფი გამოისხას იმან ნაქვია მცენარემ, ხო? რა მნიშვნელობა რამდენიც უნდა ეჩალიჩო? ანუ უფრო დიდი ხანი მოგიწევს მაგისთვის ლოდინი, რომ იმან კიდე პარალელურად ახალი ناقოფი წამოიღოს, ვიდრე ის დამპალი რაცა. ამიტომ ზოგჯერ ჯობია ხოლმე რომ ინვესტიციებში ეს ნაწილი ზუსტად იცო, მაგიტომ გჭირდება ამის ცოდნა და ამის დანახვა თვალით, რომ ზუსტად იცოდე რამდენი გაქვს და რაში გაქვს ეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, რომ შენ ადგე და ეს გასხლა და ეს rebalansი შენთან გააკეთო. ეს recovered არის შენ რო გაყიდე ჯამურად რაღაც რაოდენობა, ანუ ეს და ეს რო ერთად გაყიდე. აი იმ გაყიდულში ძირი თანხა, რაც შენ ნერგებში ჩადება დაგჭირდა. ის თანხა, რაც ნერგები დაგჭირდა, რამდენი დაიბრუნე უკან და რამდენი დაგჭა დასაბრუნებელი აგერაგა გვერდით. იმიტომ რომ შენი ჯამური ღირებულება ვენახის იყო ამდენი. და ჯამური ღირებულება ვენახის რო 154,000 იყო და შენ რო რაღაცა გაყიდე თავის დროზე რო ყურძენი მოიბადა, ეს ყურძენი აგერაგა და ის ნერგები თავის დროზე იმასკენი რა, ანუ იმ რაც მიიღე ასე ვთქვათ შემოსავალი იმ ნერგებისგან ნიშნავს რომ იმ ნერგებმა კონკრეტულად ამდენი დაგიბრუნა. მაგრამ შენ ხო დაგჭა კიდე მთელი ვენახი, რომელსაც ეს მინუსი აქვს. ეს მინუსი ახლავს აი ამ ძირ თანხას, რომელიც დატოვებული გაქვს ისევ ვენახად გაქვს რა. და მე ქვემოთ აქ არის შენი აქტივები, რომელში როგორ აქვს განაწილებული პირობითად რა და ამას რო დააჭრე თითოეულ აქტივს მე როგორ რაღაც აყურებ. თითოეულ ნერგს ამოწმებ. მაგალითად ეს არის ბიტკოინის ნერგი და ბიტკოინის ნერგის შემთხვევაში ამოწმებ რომ ოკეი, რა სიტუაცია მაქვს? რამდენი ცალი მიჭირავს? რამდენია ეს თელს ჩემს ვენახში ამ კონკრეტულ ნერგებს რა ნაწილი უჭირავს ამ ვენახში? ამავდროულად, კონკრეტულად ამ ნერგებში, ბიტკოინის ნერგებში, რამდენი მაქვს ინვესტირებული? და კონკრეტულად ამათ ინვესტირებულში დღეს ამის ღირებულება რა არის? ამავდროულად, რამდენი მაქვს მე ამ ნერგებიდან, კონკრეტულად ბიტკოინის ნერგიდან დაბრუნებული და რამდენი დამჭა დასაბრუნებელი? და ამავდროულად, რაც მაქვს დაბრუნებული, იმან რამდენი მომცა მოგება იმ ყურძენი რო წამოვიღე და ღვინო რო დავასხი. და რამდენი მაქვს დასაბრუნებელი, ანუ ჯერ კიდევ წიფია ის ყურძენი, არ დამპალა, კიდევ წიფია და შემიძლია ასე ვთქვათ მოუკლიფო, ხო? რამდენი მაქვს დასაბრუნებელი. და ჯამურად რამდენი მაქვს საერთო ჯამში თელ ჩემ ვენახს რამდენი აქვს გაყიდულიც და გაუყიდავსას რამდენი აქვს მოგება დაწერილი დღეს. თუ ვენახის შემთხვევაში ამის გამოსახვა რთულია, ამ ჩვენი ვენახის შემთხვევაში, კრიპტო ვენახის შემთხვევაში. ეს არის მარტივი რა და მიმდინარე ფასი ამისი ესაა და ჩემი საშუალო ფასი ჩემი ვენახის არის ეს. და აქ რომ მიუთითებ, აქ ყველაფერი მაქვს რა
lower is better. ანუ რაც უფრო ნაკლები გაქვს average buy price, ანუ შესყიდვის ფასი, მით უფრო უკეთესია რა. და აქ თავისთავად higher, ანუ რაც უფრო მაღალია არსებული ფასი, მით უფრო უკეთესია რა. აი წარმოგიდგენთ ყურძნის ფასი რო იყოს, ახლა ეს რო ყურძენი იყოს, ბიტკოინი რო იყოს ყურძნის ჯიში, ესე რო შევხედოთ და ბიტკოინი რო არის ყურძნის რაღაც სტაფილოსფერი ყურძენს მოისხამს რა. რადგან სტაფილოსფერი ყურძენს მოისხამს, ჩვენ როგორც დიადი, ასე ვთქვათ, ქართველები, რომელიც თავის დროზე ვენახი გავაშენეთ და მაგ პერიოდში, როცა ვენახი პირველად გავაშენეთ ჩვენ და ღვინის წარმოება დავიწყეთ დავუშვათ საქართველოში, იგივე ტოლფასი იყო, რომ პირველად დაგვეწყო მაინინგი. ბიტკოინში ინვესტირება და ასე შემდეგ. იგივე ტოლფასია, პროსტა ჩვენ ვართ დღეს დღევანდელ სამყაროში, თანამედროვე სამყაროში, იქ მაშინ სხვა იყო, ის აღმოაცინეს, რაც თავისთავად არსებობდა. უბრალოდ ადამიანმა მიაგნო ამას. ახლაც მისაგნები არის, ეს თავისთავად არსებობს სამყაროში და უნდა მივაგნოთ ამას, ხო? ჩვენ მივაგენთ. მაგას ვცდილობთ, რომ მიგაგნებინოთ, რომ დაგანახოთ, როცა თავის ძოზე დარწმუნებული ვარ, ის მევენახეებს, ბევრი კუდიანებს და ჯადოქრებს და რაღაც სულელებს ეძახდნენ. მაგრამ როგორც კი გასინჯეს ღვინო, უკვე სხვა მუღამი მიეცათ რა. მაგრამ სხვა სამყაროდან რომ გაიგოთ ჭორი ამის შესახებ, არ დაიჯერებდნენ, რომ არსებობს რაღაც სითხე, რომელიც რაღაც, ასე ვთქვათ, სიამოვნებას განიჭებს. და გემრიელია და ასე შემდეგ და ეს თურმე რაღაც სცენარიდან მომდინარეობს. აი ესეთი რამეა ზუსტად ბიტკოინის ნერგიც და ვენახიც, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ამ ვენახებს იმავშობით ჩვენი თავისთვის რა თქმა უნდა, თემა არის ის, რომ ყველა მონაცემი უნდა ვიცოდეთ. ვენახის დაავადება რა არის? ანუ დაავადების შემთხვევაში მაგალითად მინუსში არის თუ არა, რა უნდა ვუყოთ ამ დაავადებას, ხო? უნდა ვუმკურნალოთ ამ შემთხვევაში რებალანსირება არის რა. ახალი რამე უნდა ვიყიდოთ ამ შემთხვევაში თუ ძველს დაველოდოთ, ხო? ახლა ეს ხო ბიტკოინის დადებითი ბალანსი არის და ბიტკოინმა ეს ყველაფერი გააკეთა. ახლა მოდი ჩავხედოთ მეორე ნერგებს, რომელიც არის ეთერიუმის ნერგები. ამაშიც გავაკეთეთ ინვესტირება და ესეც დავუკეთ ვენახში რა. ამ შემთხვევაში რომ გავარკვიოთ, ხო, ისევ იგივე მონაცემები. რამდენი ცალი მაქვს ეს ნერგი? ალოკაციაში, ანუ თელ ჩემს ვენახში რა ნაწილი უჭირავს ამ იმას, ყურძნის ჯიშს, ეთერიუმის ყურძნის ჯიშს? რამდენი მაქვს ამ ეთერიუმის ყურძნის ჯიშში ინვესტირებული დოლარში და რა ღირებულებისაა დღეს, რაც მაქვს მე ინვესტირებული მასში. რამდენი დამიბრუნა უკან, როცა მე გავყიდე თავის დროზე და რამდენი აქვს დასაბრუნებელი. ოკეი? ნახე, realize აი რომ წმინდა მოგება რაც დამიბრუნა იმ თანხასთან მიმართებაში, რამდენი მომცა იმ გაყიდულმა, ანუ ჯამში მე რო 8500 დოლარის ეთერიუმი რო გავყიდე, როგორც ნერგები დაუშვათ ყურძნის, ხო? იქედან ძირი თანხა იმ ნერგებმა მე დამიბრუნა 6000, იმიტომ რომ იმ რაოდენობა ეთერიუმს ექნება თავისი ფიქსირებული რაოდენობა, რაც მე აქ ჩავდე რა. და მოგება დამიბრუნა ეს. მაგრამ რაც დამრჩა, იმას აქვს შეხედე unrealized, გაუყიდავი ყურძენი, რაც დამრჩა, იმან წაგება ეს დამიტოვა. და ჯამურად წაგებაში ვარ -$1000, 1300 დოლარში ვარ რა. და თემა რა არის, რომ საშუალო შესყიდვა მე მაქვს $3000 ეთერიუმზე პირობითად რა და არსებული ფასი არის $2000. და ეს როდის რა გავაკეთე, აქაც ჩანს რა. და ეს როგორ რაღაცა იცი, რომ ზუსტად ვიცი ამას რა უნდა მოუხერხო. ახლა პირობითად -$3000 რაღაცა დოლარი რომ მაქვს unrealized, მაგრამ საშუალოდ ამ პლუსის ხარჯზე -$1300 ვარ და ვიცი რომ საშუალო ფასი $3000 რაღაცა დოლარი მაქვს. თუ მაინც ვამბობ რომ მოდი, ბიჭო, მე მგონი როგორ რაღაცა ვქენი, იცი რომ ეს ნერგები ცუდ დროს დავრგე და უკეთეს დროს რო დამერგო, ამაზე კარგ მოგებას მივიღებდი. იმიტომ რომ აქედან შემიძლია ეს დავთვალო უკვე ჩემივე გამოცდილებაზე რა. და რადგან ეგ შემიძლია, აქ რას ვიზამ? მე მაგალითად რას ვიზამ? ახლა რადგან -$1300 ვარ, ოკეი. რადგან უკვე total value $7000 მაქვს დარჩენილი, აქედან დაახლოებით $5000 გამოვიტანდი დოლარში, დაველოდებოდი ეთერიუმის ფასის ჩამოსვლას და უკეთეს პერიოდში ვიყიდდი ეთერიუმს. რომ აი ეს ფასი გავასაშუალო. იმას კი არ დაველოდო ეს ოდისავა $3000-ზე, არა, აი ეს ჩამოვიყვანო პირიქით $2000-ზე. და როცა $2000 დაუბრუნდება ეთერიუმ, მე უკვე პლუსში გავიდე, unrealized და ეს $1300 მერე დავიბრუნო. და არა ველოდო ამას ოდის დამიბრუნებს რა, უკან. ხვდებით და მოკლედ ამის მენეჯმენტი, საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი, ეს არის სწავლადი რა. ახლა ჩვენ ხო დაახლოებით 1 საათი გვაქვს ხოლმე დრო, რომ რაღაცეები, ასე ვთქვათ, ახსნას გავიაროთ რა. 2 თვიან ჭრილში უნდა ვისწავლოთ ჩვენ ამის მოვლა პატრონობა. ვენახის დარგვა, ვენახის მოვლა და ვენახის რეალიზება. ეს სამი პრინციპი უნდა გავიაზროთ ჩვენ, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ვისწავლოთ ვენახის დარგვა, ვენახის მოვლა და ვენახის გაყიდვა, ამის ჩვენ უნდა ვისწავლოთ რა არის ვენახი, რა არის ყურძენი. თითოეულ ნერგს რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს.
თითოეულ ნერგს რა ზე, ანუ რისკი რა აქვს, ზე წყალს და ასე, იმიტომ ყველა სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა თვისებები აქვს, ხო? ისე არის კრიპტოვალუტებში აქტივები, სხვადასხვა აქტივს, სხვადასხვა თვისებები აქვს, სხვადასხვა ეკონომიკები აქვს, რაც ამოძრავებს მათ ასე ვთქვათ შინაარს. და არ არის რაღაც ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ან რაღაცა ეშმაკები, რომელსაც ტენის ვინმე, მაგალითად ავტო. საერთოდ ჩემზე ვაფშე არანაირი გავლენას არ ახდენს, თქვენ იყიდით თუ არა კრიპტოვალუტას. პირდაპირ ეგ დავასაბუთოთ, იმიტომ რომ ნეტა ჩემი იყოს ბიტკოინი. ერთი წამი არ გამოჩნდებოდი არც ერთ ეკრანზე. ჩემი რო იყოს, თლიანად ჩემი შექმნილი რო იყოს რა. ერთადერთი მიზანი აქვს ამას რა. ქვეყანაში სადაც დედა აქ ნატირები ეკონომიკას და კონცენტრირებული ეკონომიკა გვაქვს ჩვენ რეალურად კონკრეტულ ტიპებს, აი 300 ოჯახი შეიძლება იყოს მდიდარი 3 მილიონ ნახევარ ადამიანში, ხო? აუცილებელია, რომ იყოს ბევრი ადამიანი, რომელსაც ეცოდინება მინიმუმ ფულთან მოვლა, რომ უფრო მეტად მდიდარი იყოს. რომ საბოლოო ჯამში ეგ ჩემზე საფხდენს გავლენას როგორც ცხოვრების სტილზე საქართველოში, იმიტომ რომ აქ თუ მე მექნება მარტო მოთხოვნა მაღაზიის მიმართ, ელემენტარული ვაგებოთ რა, რომ უკეთესი პროდუქტი მომაწოდოს, არ მომაწოდებს. იმიტომ რომ 99% უარგის მიიღებს და იღებს კიდეს დღეს, ხო? ანუ ვადა გასულებს რო ყიდია და ასე, არავის პრეტენზია არ აქვს. რომ ანუ თანხა არ აქვს დაუშვა და ასე შემდეგ და არ აქვს მაგდენზე ფიქრის ხა დრო რო იმას აკვირდებოდეს. ზოგს აქვს ის სიტუაცია რომ რა ვიცი, ერთი დღეა გასული ვა და არ აინტერესებს რა 50% ფაზაკლება ვიყიდო. ხო ხტები და გარემოზე მაინც მოქმედებს. შენ დიდარი ხარ, მე მითხრა რომ მნიშვნელობა არ აქვს. თუ ხალხი არ გამდიდრდა, ორვეს დარხეული გვაქვს იმ ნაწილში რომ ან აქედან უნდა წავიდეთ. არ მოგვიწევს უარგისი პროდუქტის მოხმარება რა. იშვიათად რომ კარგი პროდუქტი შევეჩეხებით, რომ რომელიღაცა მაღაზია თუ გაჩნდება მოთხოვნა რომ კონკრეტული რაოდენობა თუ გაჩნდება დიდრების მაგალითად, ისინი მოგვაწოდებენ თორე რატო არ არის მაგალითად პირობითად რომ ვიყოთ რაღაც კონკრეტული ლაქშერი მაღაზიები ყველა ქალაქში საქართველოში, ან ყველა რეგიონში. იციან ხო იმათმა სეგმენტი ვინ არის მომხმარებელი მისი და ვინ გადაიხდის ამაში და ვინ არა. ამიტომაც ჩვენი ხედვა და პრინციპი არის ეგ ზუსტად რომ ჩემთვის მე რაშიც ვარ და რაშიც ასე ვთქვათ საქმიანი უნდა ვიცი ამ ვენახის მოვლა, ვიცი თითოეულ ენერგი როგორ უნდა შევარჩიო, ვიცი როგორ გამოიყურება ჯანსაღი ენერგი და უარგის ენერგი. ამ ცოდნის გავრცელებას ვაკეთებთ იმისთვის რომ საბოლოო ჯამში კლუბში რომელშიც გაწევრიანდება უკვე ჩვენთან ნასწავლი ტიპი, ის კლუბი ვიყოთ ტიპები, რომლებიც ფაქტობრივად გაზრდიან საკუთარ თავს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეგ გამოიწვევს მოთხოვნას უკეთეს ცხოვრებაზე რა. და საბოლოო ჯამში ისიქნება რომ ანუ უფრო კარგად ვიგრძნობ თავს და მე კიდე თემა რა არის რომ შეხედე კიდე ერთი რაღაცა არ გამომჩეს რა. ავტო იქნება თუ ლადო იქნება თუ გიორგი იქნება, ინვესტირება მაინც ასწავლი გაქვთ. ჩვენი ერთადერთი პოზიცია არის რომ ჯობია ჩვენთან ისწავლოთ ინვესტირება, ვიდრე პეტრე პავლესთან. იმიტომ რომ დღეს ფინანსურ განათლებას იჩემებს უამრავი ადამიანი, რომლებსაც ერთი გოჯი არ დაუდიათ ამ ქვეყანაში ფინანსურ განათლებაზე დაკავშირებით და 35 წელიწადია ჩვენ ფული ხელში ვიჭირავს, მაღაზიაში ვიხდით, ბავშვები და შეხება გვაქვს და ერთ კაცს არ აუხსნია ფული რა არის. და როგორ ცირკულირებს. ერთ კაცი არ არსებობს, რომელსაც ეგ აუხსნია. კომპანიაზე არ ამაქვს საუბარი რა. და თემა ის არის რომ საბოლოო ჯამში შენ მაინც გიწევს, ანუ გინდა თუ არა, თუ არა და კოტრდები, ეგა ამბავი რა. ბოლო ეგა ენდინგი არის რომ კოტრდები. არაკეთებ ინვესტირებას კოტრდები. არაკეთებ ინვესტირებას კოტრები. ანუ სხვა end point-ი არა აქვს ამას რა. და თემა ის არის რომ ამ შემთხვევაში თუ შენ შეგიძლია რომ თავის დროზე წარმოიდგინეთ ეგეთი რამე რა, პარალელურად რო გავავლო. თავის დროზე ვენახს ვინც არ მოიყვანდა, ისიც გაკოტრდებოდა. ვენახი ვისაც ჰქონდა, ის უფრო მდიდარი იყო. და ის უფრო კარგად ცხოვრობდა რა, თავის დროზე. ზუსტად ეგეთი ვენახია ამ შემთხვევაში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში კრიპტოვალუტა. ვიღაცა სხვა ვენახი მოწონს, მაგალითად სტოკები, მაგრამ ჩემთვის სტოკები არის ცუდი, ასე ვთქვათ, ნაყოფის ის ანუ ცუდად მოსავლელი, ანუ რა მოვლაც იმას ჭირდება, იმ ამონაგებს არ მთავაზობ. რთული მოსავლები ჩემი შეცდომით დაუშვა, წარმოიდგინეთ რომ თქვენ პრივატული ის გქონდეთ, ვენახი გქონდეთ, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება. აი ეგ ბუნება აქვს გამორჩეული ამ ვენახს ეგ აქვს გამორჩეული რომ მე შემიძლია ჩემი თავის ბატონ პატრონი ვიყო, ჩემი თავისთვის მქონდეს ვენახი და არა სხვისთვის. და ვიღაცას რომ გადაუბრუნდეს თავში და თქვას რომ დღეს სახელმწიფოს ჭირდება შენი ვენახი და მე უნდა წავიდე. ხორბალი ჭირდება შენი და უნდა აგახიო. ვერაფერს ვერ იზამ. შანსი არა, ექსპროპრიაცია როგორც ასეთი სიტყვა არსებობს, რომელიც დაგახევს მაგ იმას აქტივს. ამას ვერ დაგახევს. ყოველ შემთხვევაში ისე მარტივად ვერ დაგახევს, როგორც დაგახევდა მაგალითად უძრავ ქონებას, cash-ს და ამის ბევრი მაგალითი არსებობს cash-თან და იმას დაკავშირებით.
ყველაფერი სხვადასხვა ჩვენ გვიწყობს ქართული რეალობა ხერს ამდენი ლექციებს ვიწყებთ ხოლმე იქამდე მაგალითებს გვიმატებს ხოლმე რა ქეშთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაში კი ლაივ რეჟიმში ვსწავლობთ პირდაპირ ფულთან მიმართებას და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ twin იმისთვის რომ შევხედოთ რა ხდება გარშემო და ჩვენ შევეცადოთ ეგ შეცდომები არ დაუშვათ და ის თული რაც ნახეთ coin baroni ახლა ესეც ბარენ გავმარტოთ ავთო რა არის ანუ შეხედეთ აქაც ესეც რო ახსენეთ შეხედეთ ვენახისთვის არსებობს რაღაც აპარატურები ანუ ვენახი თავისთავად არსებობს სადღაც ჩვენს მიწაზე მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ ინვესტიციებში წარმოვიდგინოთ ხო თქვენი ინვესტიცია არსებობს ან ბანკში გაქვთ დაუშვათ ინვესტირებული ან ცივსაფულეზე ან ბირჟაზე მნიშვნელობა არ აქვს რომელი მიწაზე ანუ მიწა ამ შემთხვევაში არის ადგილი სადაც თქვენი ენერგიები დევს ხო ამ შემთხვევაში არის ბანკი უკვე შემიძლია ვთქვა რომ ბანკი ბირჟა ან ცივსაფულე რა ანუ საკუთარი საცავი ესე ვთქვათ რა მნიშვნელობა არ აქვს ამას ხო ჭირდება მენეჯმენტი ეს არის ის მექანიზმი რომელიც თქვენ მიწაზე ჩაუსვლელად და ფიზიკურად მისასვლელის მისვლის გარეშე ზუსტად ნახავთ რა ჭირს თქვენს ნერგს რა დაავადება აქვს რა ისა პოტენციალი აქვს რა ასე ვთქვათ ისა აქვს რა და coin baroni არის ერთი რომ ვირტუალურად გეხმარებათ რომ აი ეს არ არის რეალური აქტი ანუ აქ რეალური ბიტკოინი კი არ დევს ეს არის ვირტუალური აქტივი რა შენ რო გაქვს რეალური ინვესტიცია გაკეთებული ის რეალური ინვესტიცია რომ მართო რო არ შეეხო ყოველდღიურად არ ჭირდება ეგ და შეამოწმო ხოლმე დაჩეკო რა რომ ვა ახლა რა ჭირს წვიმა ხო არ მოდის ჩემს ვენახში პირობითად ან სიტყვა ხო არ მოდის ამე ხო არ უნდა გადავაფარო და თუ ნახავ რომ სიტყვა მოდის ოკეი მე გადახვალ მიწაზე და მე გადააფარებ იმას რაც მე გადააფარო რა ხო ნუ ექსელით რო არ იმუშაო და ყოველ იმაზე რომ შენ თვალით რო არ ჩეკო ყველაფერი აქ საშუალება რომ თან ტესტო რა შენი ისინი რომ მაგალითად შენ რო გეყიდა ბიტკოინი აი აქ რო ნახოთ რა აი ლადოს მაგალითად დაისვენა სარდინიაში რა სად რაღაცა წლების წინ ხო შენ რო გეყიდა ბიტკოინი $1000 დაუშვათ ავიღოთ მოდი რაცაც მოგცევს ახლა მონაცემები საშუალებას პირობითად მაისში და მოდი ავიღოთ მოდი 30 მაისს რო გვეყიდა და მოდი ავიღოთ დაუშვათ შენი ვენახი უნდა იმას გიგან შემოდგომაზე ამ შემთხვევაში კარგად დაიმხო რომ შემოდგომა რა დაუშვათ ოქტომბერი რა დაუშვათ იყოს აჰა მოდი შაბათ-კვირას გავყიდოთ რა სიმულატორზე რო ნახავდი დაუშვათ რამდენი რა სიტუაცია გექნებოდა შენს ვენახში შენი $1000 ეგირებოდა $80 მეტი პირობითად რა ამ პერიოდში და მოკლედ აქ შეგიძლია უგეთეს რომ შენი ვენახი რა შეიძლება გაგეკეთებინა კონკრეტულად შენ ვენახთან დაკავშირებით იმისთვის რომ შენი და შენ ვენახს რა მოუვიდო და შენ კონკრეტულ ნერგს ამ შემთხვევაში ბიტკოინია ნერგი ესეთი ჯიში ყურძნის რა და ნახავდი შენი როგორი ღვინო იქნებოდა აი წარმოვიდგინე რომ ყურძენი სიმულატორი მქონდეს იმისი რომ აი ამ ყურძნით და ამ ყურძნით ამ ორით რო ღვინო დავწურო როგორი იქნებოდა რეალურ ვენახის შემთხვევაში ეს ხო რეალურად უნდა დაწურო და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ამ იმას წურავთ ღვინოს და ვნახულობ რა სიმულატორია კი ცუდი რა რეალობის სიმულატორი ავთო მოდი უცებ გადავიდეთ ესე იგი ცოტა თვითონ კურსის ხანგრძლივობაზე რისგან შედგება ეს coin baroni-ის გამოყენების საშუალება თუ ექნება თუ არა და მოკლედ აი ეს ყველაფერი რო შევაჯამოთ რა მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ coin baroni-ის გამოყენების საშუალება ნუ საწყის ეტაპზე მე უკვე ნუ ამას ამ თულს იდეაში საქართველოში უშვებთ რაღაცა ნაწილის კუთხით მაგრამ იდეაში უშვებთ გარეთ რა მეორე ამბავი არის რომ 2 თვე გაგრძელდება 16 ლექცია იქნება და ინდივიდუალური შეხვედრა იქნება რაღაცა კონკრეტულ ნაწილს რო გავივლით რო დავამუშავოთ ბოლოში მიიღებ იმას რომ შენი ვენახი გექნება და ნერგები რა უნდა დარგო შენს ვენახში და როგორ მოუარო შენს ვენახს მარტივად რა როგორი ვენახი უნდა გააშენო როგორ უნდა მოუარო შენს ვენახს და როგორ უნდა გაყიდო შენი ვენახი რა პერიოდებში თითოეულ ნერგთან დაკავშირებით წარმოდგენა იქნება ეს ნერგი ამისთვის რა არის დაავადება და ამისთვის რა არის კარგი ოკეი თუ არის საჭირო რაიმე სპეციფიური განათლება ეკონომიკის ან რაღაც მაგდაყარი არა ეკონომიკის სფეროში ანუ ნოლიდანაც მაგას ვამბობდი დასაწყისშიც რა
რომ როგორც მე ვიცი ახლა ვენახი, როგორ უნდა გავაშენო და მიწას როგორ უნდა მოუარო, ზუსტად ეგეთი ცოდნა ჭირდება, რომ ინვესტიცია გააკეთოს. მე გარკვეულში არა ვარ. მეგობრებო, თუ გაქვთ რაიმე კითხვები, შეგიძლიათ მოიწეროთ. ერთადერთი რაც ჭირდება უეჭველი მინიმალური ტასკი რაც არის, რომ ერთადერთი ჭირდება, რომ Google-ის ბრაუზერის გახსნა შეეძლოს და დაგუგლვა. всё. გასაგებია. რა მაინტერესებდა კიდევ? ესე იგი, ორი თვე, ოკეი. Coinbaron-ის უკვე ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ ადრე რო Excel-ით ვაკეთებდით, ახლა ისეთი თული გვაქვს, რაც ფაქტურად გვეხმარება ამ ყველაფერს უფრო მარტივად დამეჯმენტებაში. მე თვითონაც ის ძველ Excel-ებს შევხედე იმ დღეს და გამეღიმა რამდენი მიცვალია თურმე და არ ვიცოდი. ხო, ეგ არის როგორი შედარება, იცი, წარმოიდგინე ახლა ევროპაში როგორც ამუშავებენ მიწას და საქართველოში როგორ ამუშავებთ მიწას, ხო? ევროპაში როგორც ამუშავებენ მაგდენი ტექნიკა და საშუალებები არა გვაქვს. აქ დაუშვათ გვაქვს ისევ ტრადიციული იმით მივყვებით, ან ვისაც ცოტა უფრო ისა გვაქვს, აი ძველი თაობის ტრაქტორები და რაღაცეები. და იქ დაუშვათ დრონები გვაქვს. ეს არის დრონი. ოღონდ კიდე უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, განვითარებადი დრონი, რომელიც თავისთვის თვითონ გითვლის ყველაფერს რა. აქ რამინი ძალიან რაღაც ფილმის იმას აი ეგ რეალობა წარმოიდგინე, შეხედე დოლარი გაქრა, დაუშვათ. ატყდა მთელი პანიკა და აპოკალიფსი და მთელი ამბები, ხო? დაერხა მთელ სამყაროს, ფინანსურ სამყაროს. აი ეგეცო წარმოიდგინე, რომ მაგ დროს გაცვლის საშუალება ბიტკოინი რო გააქვს, აღარც გჭირდება იმაზე ფიქრი დოლარს ამოუვა. ანუ დღეს თქვენ დოლარში ითვლით ბიტკოინის ღირებულებას, მაგრამ პირადად მე მაგალითად დოლარში ვაფშე არ ვითვლი ბიტკოინის ღირებულებას. აი რატო ბეჭდავდა ის ტიპი იმდენს, აი წერა რომ მაგალითად ვსაუბრობდი, ნოუთ ჩეკებს და რატო ცვლიდა ამ ჩეკებს ისეთ აქტივებში, რომელსაც ღირებულებები თვისობრივად გააჩნდა. მაგალითად უზრავი ქონება, მიწა, რა ვიცი, გეიმი და ასე შემდეგ, ხო? ანუ შენ მაინც დღესაც შეგიძლია რომ ბიტკოინი პირდაპირ გადაცვალო რაღაცაში ბიტკოინის რაოდენობიდან გამომდინარე. ის ავტო ახლა ეს ახალი სიახლეები ეს ჯელთის ჩაშვება თეზერის მიერ ბანკებში კრიპტოს დამატება და ასე შემდეგ ფაქტიურად უკვე ერთ-ერთ ვიდეოში ვამბობ მე რომ ამის იგნორი იქნება, რა ვიცი, დანაშაულის ტოლფასი, მით უმეტეს აი გრძელვადაში, ვიც ცდილობს თავისი დოლარის მაგას რა. შენახვას, ხო. ეს რაც ხდება ბაზარზე, წარმოიდგინეთ, რომ ახლა მე რომ დაგიწყოთ თქვენ ლაპარაკი, როგორ გააშენოთ მართლა როგორ გააშენოთ მიწაზე ვენახი. როცა ერთი დღე არ გქონია მე ნერგებთან შეხება და ერთი წამი არ გამომიცდია ნერგი როგორ იზრდება და რა დადებითად ცუდი თვისებებია კონკრეტულ ნერგებს და რა მოვლა პატრონობა ჭირდება. ეგეთი ხალხი ხსნის ლაპარაკობს ახლა დღეს მაგალითად და ეგეთ ბევრი წამოა. ამ ქვეყანაში ზოგადად ეგ დამახასიათებელი თვისება რომ შაურმა გახსნა, შაურმას ვაკეთებ. კარტყმაში რა შაურმა როგორი უნდა იყოს რა. აი მე შაურმეები არიან ახლა წამოსულები რა. მე რეალურ მეშაურმეებთან არაფერი პრეტენზია არ მაქვს, ენაცვალო ჩემი თავი სტუდენტობის დროს რიგში ვიდექი მაგის გამო, ვინც კარგად აკეთებდა. დღეს აღარ არიან უმეტესობა ეგეთი, ხო? ვისაც არეზარება კი. და უგემური არის თითქმის ბევრი. და ახლა წარმოიდგინე როგორ რაღაცაა რა, რომ ისა ვენახს ვინც იცის ვენახი როგორ მოუაროს, იმას გამოცდილი აქვს. თუ ვენახი არ გააშენე, ამ წიგნში რო კითხულობ რაღაცეებს. შენ რა იცი იქ შუაში რა ხდება? ის მარტივი წესი არის, იყიდე იაფად გაყიდე ძვირად. რატო ვერ აკეთებს? კითხვა რო წამოვიღოთ, რატო ვერ აკეთებს 99% ბაზრის ამას? ეს არ არის წრფივი რაღაცა ერთ სწორხაზოვანი ლოგიკა. ამას აქვს აი სანამ ამ წერტილიდან ამ წერტილზე მიხვალ, შუაში რა ხდება, ეგ ამთავარი. ეგ არის უკვე ის, როგორ მოუაროთ იმას. თორე ვენახსაც ეგრეა, დარგე ენერგი მიიღე ყურძენი, მაგრამ ყურძენს სანამ მიიღებ, იმას ხო პროცესი აქვს თავისი. ეგეთი პროცესი აქვს ინვესტირებასაც. და თუ ამ პროცესს შენ არ იცნობ, ამაზე არ უნდა ლაპარაკობდე. ერთი ეს და დაბალი პასუხისმგებლობის გზნობის ხალხი არსებობენ აქ, ხო? მეორე ამბავი არის, რომ ადამიანები სხვები ვინც ამას უსმენენ. ელემენტარული კითხვა უნდა დასვან. შენი ვენახი რა არის? სულ შენ ვენახი არ გაქვს. არ უნდა მოусმინო იმ ტიპს, რომელსაც ვენახი არ გაუკეთებია, თავისი ხელით. ნამდვილად. მე ვენახით ვცხოვრობ. კი, მე ვენახე ხარ კრიპტოში. მე სხვა შეს მომეწონა.
მე რამდენია მე-7 თუ მე-8 ვებინარს ვესწრები და ვენახი პირველად შემოვიდა და ქართულ იმაში ძალიან მომეწონა. თავდა ვაშლებიც სიყვარს, მაგრამ ვენახი ყველაზე მაგარია მე მგონი. ესე მარტივად რო აიხსნას და მომეწონა რა მინის კომენტარი. ამის მერე თუ ვერ გაიგო ვინმე ნაყინზე მომეწონა თუ დაეწოცა რა ასაშველიო. ავთოს ჯინაზე არ ჩავდები ინვესტიციას, მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ ავთოს ჯინაზე რას გააკეთებ, რას არ გააკეთებ. ინვესტირებას ეგ აქვს თელი პეცი, რომ ერთმანეთზე დამოკიდებულები არ ვართ რა და საკუთარ თავზე დამოკიდებული ტიპი იჩითები რა. ეგ აქვს მაგას თავარი ღირებულება, მე რაც მომწონს ზოგადად რა, რომ მე რომ მუშაობ რაღაც, იმიტომ მუღამი მაქვს, ხო ცხოვრების კაცო 29 წლისა ვარ, ახლა პენსიას გაზრდო ჯერ არ პენსიას გაზრდო მე 190 წლის ასაკში არ მინდა. იუ გადავქონო ერთ წელი უნდა წავიდე დავისვენ და ასე შემდეგ, მაგრამ ის დასვენებას არა, ის მოგზაურობა, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილება მივიღო, ხო? ხო. რამდენად გამჭვირვალეა ბანკების მხრიდან კრიპტოს დამატება აპლიკაციაში, უბრალოდ ნახატები მოგცეს რომ გვაქვს კრიპტო თუ რეალურად ტარდება ბლოკჩეინი. ეს შენი ბრალია ავთო, შენ რო თქვი ახლა ფულს ხო არა აქვს, იმას ის არა აქვს და ეს სხვათა შორის აი სწორი კითხვაა, საინტერესო კითხვაა. მან თემა იგივეა, ცენტრალიზებული ბირჟა რაცა, იგივეა ბანკი. ანუ მან სხვა სახელებს შორისაა სხვაობა. რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქ. სისტემა იგივეა რა. შიდა ბუღალტერია წინ ის გაქვს, თორე ბლოკჩეინზე რა საფულეზე მართლა ინახება ეგ აქტივობა, ისე იმას იცავს თორე. შენი თითოეული ტრანზაქცია თავისთავად ბლოკჩეინზე არ გატარდება რა. ოკეი, მეგობრებო. მოკლედ, კრიპტო ლომის კურსი ჩაიშვება რაღაც ერთ კვირაში, შემდეგი ნაკადი. ვისაც გაინტერესებთ და ვისაც გინდათ რომ ამ სამყაროში შეხვიდეთ სწორი. ერთმე დავაზუსტებ. წელს არის bear market. Bear market არის ფასების ვარდის პერიოდი. ფასების ვარდის პერიოდი არის შესაძლებლობების პერიოდი. როტირის ის ვენახი რო არ გაუშენებია ცხოვრებაში და რომ მოთქვამს დაუშვათ ეგეთ სასტავი, ხო, რომ იმას წერენ რაღაცა დიდ სტატიებს რო წერენ და გარტყმაში რო არიან, რა შუაში არიან, ვაფშე აკავშირი აქვს კრიპტოსთან. ამ ენერგიებთან და ვენახთან. ახლა რომ მე რო დავიწყო ხო გეუბნები წარმოიდგინე მე რო ჩავიდე კახეთში და დაუწყო, კაროჩე, კახეთში მე ვენახეს იმის სწავლება, რომ აი ვენახი როგორ უნდა გააშენოს. რა პასუხსაც გამცემს ვიცი. ზუსტად იგივე პასუხი მომდის მეც თავში, კახური პასუხი მომდის იმენა რა, ეგეთ სასტავთან მიმართებაში რა, მაგრამ როგორ რაღაცა ბიჭო, როგორც ვენახის დროს არსებობს წესი, როდის უნდა დარგო ნერგი, ისე არსებობს კრიპტოვალუტების ბაზარზეც. და ნერგების დარგვის პერიოდი არის 20-26 წელი. 20-26 წლის მერე რომ ნერგის დასარგავად კაცი მოვა, ანუ რა უნდა რით უნდა დაამშვიდო არ ვიცი. ხო, არა, უეჭველი რაღაც შემოდგომაზე რომ არ ვიცი ახლა მან აი ხო გეუბნე მანდაც რომ შემეშალო შეხედე, აი შე რო ადგე და დეკემბერში ზამთარში რო დაარე, ხო, დეკემბერში რო დაიწყო ნერგების ჩა. ნერგის დარგვა რა. კი. აი ეგეთი იგივე პონტი არის რომ ფასების ზრდის დროს დაიწყო ნერგის დარგვა. ფასების კლების დროს უნდა დაიწყო ნერგის დარგვა. ანუ ფასების კლება რას ნიშნავს? ნახე? როცა ვენახს იმაშვებიან აკეთებენ პირობიდან. მაგ პერიოდში ხო ყურძენი არა. ბაზარზე. გაშენება როცა მიდის, ხო? ხო, გაშენება როცა მიდის, მაგ პერიოდში ხო შენს მიწას ყურძენი არა აქვს. ვარდება ხო? ანუ ფასი იაფია, ხო? მაგროს რო ნერგს და იმიტომ რომ გავრო იქ როცა ყურძენი უნდა მოვიდეს რა პერიოდში, იქ მიიღო ეგ ყურძენი. სწორ პერიოდში რა თქმა უნდა. და იგივე არის აქაც. რა შენ რო იმ პერიოდში დარგავ, იმ პერიოდში უნდა დარგო კაკრას ნერგი, იმ პერიოდში უნდა დარგო ეგ რო. როცა ბაზარზე იაფია ეგ. როცა ისა პერიოდი აქვს რომ ის ვინც დარგო ახლა ნერგი, ის რო დაიწყებს იმ ნერგ ნაყოფის მოხსნას. ერთი რომ შენი ვერ გაიხარებ შენი ნერგი რა და მეორე რომ ის ტიპი წაიღებს შენს ნერგებს. კი. მოგეთ მეგობრებო, ახლა თქვენ აგერ რო QR კედი რო გაქვთ, ეს არის სალომეს ტელეგრამი Pixel Academy-ის, რომელთანაც შეიგიძლიათ გაიაროთ გასაუბრება და მე შევაჯამებ ასეთ რაღაცას. თქვენ 2 თვის მერე, როდესაც დაასრულებთ კრიპტო ლომის კურსს, გეცოდინებათ რა, ანუ რა როდის, როგორ და რაც თავარია, როდის არის გამოსვლის, ანუ ყურძნის
ჩაბარება თუ გაყიდვის თუ ღვინის დაწურვის მომენტი როდის იქნება. მოკლედ მთლიან ექსკურსს გაივლით, ანუ 0-დან 100%-მდე მთლიანად გაივლით აი ამ მოგზაურობას კრიპტოსამყაროში. გახდებით კრიპტოლომების კლუბის წევრი. კრიპტოლომების კლუბის წევრი ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა კურსის ბოლოს არ წყდება Pixel აკადემიასთან და თქვენს მენტორთან, რომელიც არის ავთანდილ კუნჭავა. და მოკლედ რაღაც აკეთებ ერთ რამეს დავამატებ რა. ხო. გისმენთ. რატომ თავში ავარდნები ბჭყალებში რა? ბჭყალებში თავში ავარდნები სხვისი იმ სასტავის შეფასებით, რომელიც მე ვენახები არ არიან. ხო. იმიტომ რომ რა ქვია იმას ერთდროულად რო გავენო, ერთდროულად რო გავდნენ ჯეოზო ახლა როგორ გითხრა, გვექნება კიდევ უფრო მეტი დატა, რომ ჩვენ როდის კიდევ უფრო ადრე როდის დავდგოთ. ანუ არ იმალება, იმ შემთხვევაში თუ იმალება ეგ ინფორმაცია, ამ შემთხვევაში არ იმალება რა, ყველაფერი როგორ გითხრა, ჩანს. კი, ღიად. ქცევა და ჩვენი ქცევაც შეიცვლება რა, ნახავთ რომ ყველა ერთნაირად თუ იქცევა, ჩვენ მოიქცევით სხვანაირად. და მან ყოველთვის ეგრე არის ფინანსებში. ნუ მაგრამ თემა ის არის რომ ნეტა მართლა მთელი ჩვენი ქვეყანა ეგრე იქცევთ. ყველა ერთდროულად გავდეს ენერგიებს პირობითად კრიპტოში. ნეტა ეგრე იყოს. კი. არა, როცა ენერგიებს ურგავდით, მაშინ რომ დაერგოთ პირობითად, ახლა ხო ფასების ვარ, ახლაც პლუსში იქნებოდა. კი. კი, იმიტომ რომ მე მიხვდება ხალხი, ვინც გაივლის კურსს, ეცოდინება ციკლები, ეცოდინება პერიოდების სამოცნობა, პლუს გექნებათ მეგობრებო ეს თული Coinbarone, რომელიც აი Excel-ში არ მოგიწევთ ჩალჩი ყველაფერს გექნებათ. ყურძენის პარამეტრი უფასურდება, დიგარო, რატო იცი? ყურძენი უფრო მეტია, ვიდრე მისი მყიდველი. ეგაა თემა. და ამ შემთხვევაში ეს ყურძენი, რადგან მე ვსაუბრობ, ეს ენერგი. იმიტომ რომ მაგ ყურძენშიც ხო არის განსხვავებული ჯიშები, რომელიც არ უფასურდება, იშვიათი ჯიშებია და მაინც უფრო მაღალი ფასი აქვს. ზუსტად ეგეთი იშვიათი ჯიშებია ეს. Coinbarone-ზე რო გქონდეს თვითონ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ჯერ არაფერი waiting list-ი შეიძლება ივენთი გავაკეთოთ ივლისში ჩვენი სტუდენტებისთვის და კლუბის წევრებისთვის. შესაძლებელია, ნახოთ, არ ვიცი, და თუ გავაკეთეთ, მან გვექნება ლანჩი იმისი, რომ waiting list-ში შეძლებენ დარეგისტრირებას, ოღონდ პირველები ჯერ მაინც სტუდენტები და კლუბის წევრები მიიღებენ და მერე მიიღებენ დანარჩენი სხვა. ხო, იმიტომ რომ დავაზუსტებ, რომ Nedly soft-ია, ჯერ კიდევ ტესტირებას გადის და ჩვენი კლუბის წევრები და სტუდენტები არიან ჩვენი ტესტერები, ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტერები, რომლებიც იწერენ ყველაფერს, რას გაუმჯობესებდნენ, რაღაც კითხვები ჩდება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოკლედ, დიდი მოკვლევის შედეგი იქნება Coinbarone. და მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთ რამეს გეტყვით, ძალიან გაგიმართლათ, რომ ახლა არა ვართ bull market-ში, იმიტომ რომ კურსის გავლის შემთხვევაში bull market იმაში გავარ, რომ bull-ის დროს არ უნდა გაიაროთ კურსი. უბრალოდ bull market-ის დროს თუ დაემთხვა კურსი, გიწევთ ჯდომა და ყურება. კიდევ ერთ რამეს დავაზუსტებ მაინც, ვინც უყურებთ. ხო. ჩვენ რო დღეს ავხსენთ ინვესტირებები, ეგ არ ნიშნავს, რომ დღეს ახლა ამ წამს რო შევარდეთ ბაზარზე, დღეს არის პერიოდი, რომ საუკეთესო ფასში იყიდოთ და ინვესტირება საუკეთესო ფასში გააკეთოთ. ეგ ამას არ ნიშნავდა. რა თქმა უნდა. და ყველამ რა თქმა უნდა არ არის მარტივად. ხო, ფინანსური რჩევა არ არის, იმიტომ რომ ეს ნებისმიერ ვინც იცის და ვინც არ იცის, უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ფინანსური რჩევის გაცემა არ შეიძლება, მაგრამ სწავლა თუ როგორ და რანაირად და შეფასება და საერთოდ ასე ვთქვათ, საბაზისო ეკონომიკის და პირადი ფინანსების მართვის სწავლა პირიქით მიზანშეწონილია და საერთოდ რატომ არ გვასწავლიდნენ სკოლაში მაგასაც მე მგონი უკვე ხვდებით, იმიტომ რომ სისტემა ისეთია, რომ სისტემას ჭირდება კარგი მუშები და არა კარგი ინვესტორები და ასე ვთქვათ, დამატებით კიდევ ბიზნესმენები. ასე რომ იცოდეთ, რომ როდესაც ხართ ფინანსებში გარკვეული, როდესაც გააქვთ ეს საკუთარი ფინანსების მართვის ეთიკა, თქვენ ხდებით თავისუფალნი. აი ზუსტად ამ ლექციის სიტყვებიდან გამომდინარე, დასათაურის გამომდინარე, თავისუფლება კრიპტოლომების ხვედრია. ახლა ესე ცოტა შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ ხვდებით ხო, რაზეც არის საუბარი და სწორედ აი იმ თავისუფლებამდე მივა ის ადამიანი, რომელიც ამ კურსის ბოლოს უკვე ექნება ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მხოლოდ თავისი თავით და თავისი უკვე
ასე ვთქვათ, სწორი გამოცდილებით გადაწყვეტოს რა როგორ და რანაირად. ნუ რა თქმა უნდა, პლუს კიდევ აქვს ისეთი გარემო უკვე ნასწავლი ადამიანების გარემო, რომლებიც ერთმანეთსაც რაღაც ეხმარებიან, რაღაცა კითხვები იბადება და შესაძლებლობაა ერთმანეთში ინტერაქცია და ერთად კიდევ უფრო საინტერესო და უფრო ზუსტი რაღაც ინფორმაციების მოძიება. ნუ პლუს გაქვთ ეს ინსტრუმენტი და გყავთ მენტორი. მოკლედ ძალიან ბევრი ისა გაქვთ პლუსი. და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ, გაერთიანდეთ ჩვენთან კრიპტო ბაზრის ჯგუფში და იქ სხვათა შორის ერთმანეთს ხალხი ეხმარება სულად უსასყიდლოდ. არავის არ გეგონოთ, რომ ის რაც კრიპტოლომში არის არ შეიძლება მოიძიოთ უფასოდ ინტერნეტში. ყველაფერი არის. უბრალოდ დაგჭირდება ძალიან დიდი დრო. ძალიან დიდი დრო და დაგჭირდება, რა ვიცი, საათობით და რა ვიცი, ათობით საათობით ვიდეოების მოძიება, ნახვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი რამე კრიპტობაზრის YouTube არხზეც არის. უბრალოდ ეს კურსი არის ორთვიანი კურსი, რომელიც არის ავთოს 6/7 წლიანი გამოცდილების, ასე ვთქვათ, აი თავარი წვენი, რასაც ქვია, ხო? ანუ ღვინოა. ღვინოში დღეს რაღაც მევენახეები ვარ. მოკლედ, აი ის რაც ავთომ გამოიარა, აი ამ 6-7 წლის განმავლობაში, აი ამ ყველაფრის შეჯამებაა. ხო და სწორედ ამიტომ აქვს ფასიც და ამიტომაც აქვს ფაქტურად კურსის ფორმა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხალხი ითხოვდა მოგვეცით რამე ისეთი რომ შეგვეძლო საფუძვლიანად დავიწყოთ და გავიდეთ ბოლოში და სწორედ ეს არის კრიპტოლომი და მივეცით ესეთი ფორმა, რომელიც ფაქტურად ამ თვის განმავლობაში ხდის კრიპტოლომად. ბოკვერიდან ლომამდე. მოკლედ, ავთო ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ღია ლექციისთვის. და არ დაგავიწყდეთ, აგერა გაქვთ QR კოდი, გაიარეთ სალომესთან, გასაუბრება, ვისაც გაინტერესებთ. ძალიან კარგ პერიოდში ვართ, იმიტომ რომ ახლა არის ის პერიოდი, როდესაც მართლაც შესაძლებელია ბევრი რამის სწავლა და რაღაც უკვე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. კიდევ გაგიმართლათ, რომ არა ვართ ბულ მარკეტში, იმიტომ რომ ბულ მარკეტში ავთო გეტყოდათ, აბა გაჩერდით და სულ ხელის ფხანაში იქნებოდით, იმიტომ რომ მოგიწევდათ დალოდება. ახლა ისეთ სიტუაციაა, რომ ახლა უნდა იცოდეთ ზუსტად რა როგორ და რანაირად ფრთხილი ნაბიჯებით სიარული უნდა ისწავლოთ. მოკლედ ეს არის კრიპტოლომი. ძალიან დიდი მადლობა, ვინც დაესწრო. ძალიან მიხარია, რომ არის ესეთი ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა და აქვთ ეს რაღაც ეჭვი, რომ თლად კარგად არ მიდის ჩვენი საქმე და საჭიროა ცხოვრებაში რაღაცების შეცვლა. და მოკლედ ყველას არის მიულა არის ბევრი ჩემ იმას ველაპარაკებოდი და რაც ნახეთ გარეთ რო გავდივართ რას აკეთებს დანარჩენი სამყარო და როგორ ვითარდება რა და ჩვენ როგორ მივჩანჩალებთ და დროა უკვე რა ეგ რაღაცები გარდამტეხი იყოს სხვა უკვე არ ვიცი მე შემდეგ ბიტკოინს ოდის უნდა ელოდო არ ვიცი როგორც თავის დროზე იყო Google-ის ამბავი, როგორც იყო თავის დროზე Microsoft-ის ამბავი, როგორც იყო თავის დროზე. მაგაზე უფრო დიდი რამეა ეს. ინტერნეტთან ვადარებ მე მაგალითად რა. კი, არის. Pixel token-ის ხარეს რა ხდება მეორე რაუნდზე ცოტა ჩამორჩი მაგაზე. ეგ რამინ Telegram-ის ჯგუფში ხარ, შეიხედე, ხარ თმო ინვესტორი და ნახავ ყველაფერს წერია მაგ აპდეიტები. რამინი არის, ხო, კი. ოკეი, კი, შეგიძლია მე გავარკვიოთ ეს. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ. გისურვებთ წარმატებებს და როგორც ვიზახი ხოლმე არასდროს არ გაღარიბდეთ და თქვენს პორტფელს მინიმუმ 5x. აბა შეიცი ავტოდროებით. რამოდენიმე წლის უკან მაშინ როდესაც არ ვიცოდი კრიპტო ბაზრის არსებობის შესახებ, უყურებდი სხვადასხვა რუსულენოვან, ინგლისურენოვან YouTube ბლოგერებს კრიპტო საკითხებში, მათგან მიღებული ერთი სიტყვით გამოცდილებით მოახდინე პირველი ინვესტიციის შეტანა, არც თუ ისე მცირე თანხის, რაც ძალიან სავალალო შედეგით დამთავრდა და -400% გააკეთა ჩემმა პორტფელმა ერთი სიტყვით მინუსში. დასავლო დაწესებულების Pixel აკადემიის ამბებს დღევანდელ ტექინფორუმში მისი დაფუძნებლისგან ახთო კუჭავასთან შევიტყობთ. და რატომ მივიდა მსოფლიო ამ გადაწყვეტილებამდე, ავთანდილ კუჭავასთან ერთად ვისაუბრებთ. კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ კუჭავა. ხდება ავთანდილ კუჭავა, კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი და მასთან ერთად ვისაუბრებთ. აი ხა მე რასაც მოусმინე ჯერჯერობით კიდე ვისაუბრებ ბევრი საინტერესო რაღაცა იქნება. ამ კრიპტო არა მარტო კრიპტოზე კონცენტრირებული იყო, არამედ მთლიანად
გაცნობიეროს, ასე ვთქვათ, ამ ეკოსისტემაში რაც ფულის მიმოქცევას ეხება. ამიტომ დაღირებულია და ესეა. გამიმართლა მოვაჩინე შემდეგ კრიპტო ბაზარი და ეს ჯგუფი შევუერთდი მათ ნახე მათი YouTube გაკვეთილები, სხვადასხვა ანალიტიკა, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რისკები, ასე შემდეგ, აი ძალიან ბევრი რაღაც ინფორმაცია, რომელიც არის სრულიად უფასო. გამიხილე ეს ყველა ვიდეო ერთი სიტყვით და მიღებული უკვე გამოცდილებით გავაკეთე მეორე ინვესტიცია, რომელმაც დღესდღეობით მთლიანად გადაფარა წარსული ინვესტიციის დანაკლისი, ასე რომ ყველაზე გირჩევთ გააწევრიანდეთ ამ ჯგუფში და მით უმეტეს თუ არ გაქვთ გავლილი კურსები, აუცილებლად გაიაროთ, იმიტომ რომ მაშინ ეგ კურსები არ არსებობდა, ეხლა გაქვთ საშუალება, გამოიყენეთ ეს საშუალება, მიიღეთ მეტი გამოცდილება აუცილებლად გაიზიარეთ სხვისი დაშვებული შეცდომები, რომელიც აი ამდენი წლის მანძილზე დააგროვა ავთომ, ლადომ და ასე შემდეგ, კრიპტო ბაზრის ამ კომუნამ და მიიღეთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები, მე გირჩევთ გაიაროთ ეგ კურსები და გისურვებთ წარმატებებს. კრიპტო ბაზარი აღმოვაჩინე დაახლოებით 2 წლის წინ და თამამად ჩემ იძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო community იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფინანსური თავისუფლება სურს. რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ კურსში არის ის, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული ლექციების ნაკრები, არამედ აქ სწავლობ პრაქტიკულ უნარებს, ასევე ინსტრუმენტებს, რომლებიც შემდეგ ეხმარება, რომ სიღრმისეულად გააკეთო ბაზრის ანალიზი და მიიღო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, რომ ეს კურსი უნდა გაიაროს ყველამ და ვურჩევ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მომავალი, მნიშვნელოვანია ფინანსური თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მით უმეტეს, როდესაც სარგებელი მრავალი X-ით მეტია. გამარჯობა, ახახანს გავიარე კრიპტო და ფინანსების კურსი Pixel აკადემიაში და ჩემი ფიდბექი მინდა გაგიზიაროთ. ესე იგი, კურსი არის ძალიან ინფორმატიული, მოიცავს ყველაფერს, რაც კრიპტოს და ინვესტიციებს ეხება. ჭეშმარიტი ავთოს კრიპტო კურსზე მინდა გესაუბროთ, რომელიც გავიარე წარმატებით და აი, რა ვიცი, რა გითხრათ. თუ ერთი ლარის ინვესტირებას მაინც ფიქრობთ კრიპტოში, ჯობია ავთოს კურსი გაიაროთ ჯერ და მერე დაიწყოთ ამ სფეროში რაღაცის გაკეთება. თავიდან ბიტკოინი რო 16000-ზე იყო, მაშინ ავთოს სიტყვები და გამოსვლებს უყურებდი ვიდეოში YouTube-ზე და იყიდეთ რაც შეგიძლიაო 70% რაც გაქვთო გადასადებიო, ჩადეთო ბიტკოინშიო, მაგრამ მე წავედი და ჰელიუმის მაინერი ვიყიდე. მაგრამ მაგ მაინერმაც თავის გააკეთა, რადგან მივიღე გამოცდილება ბიტკოინის შესახებ კიდევ უფრო მეტი დაინტერესება გამიჩნდა. და იმის შემდეგ სულ უყურებდი, ჯგუფშიც გავწევრიანდი. შემდეგ ავთოს ზაფხულში გადავწყვიტე, რომ ავთოს კურსი გამევლო რა. ყველას გირჩევთ მოკლედ კრიპტო ბაზარს გაეცნოთ პირველ რიგში. არის უფასო ვიდეოები, სანამ კურსს გაივლით, დამწყებთათვის როგორ დაიწყოთ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ ეს ბიჭები და სწორედ ეს არის ამ ვიდეოს აზრი, რომ мотиваციას მაძლევენ და ესეთ რამეზე არასდროს არ დავზარდები და ყველგან ვიტყვი, რომ კრიპტო ბაზარი აკეთებს საქმეს, ყველაზე მაგარ საქმეს აკეთებს ამ სფეროში საქართველოში რა. წარმატებები კრიპტო ბაზარს და წარმატებები თქვენ. თუ სწავლა, მაშინ Pixel აკადემია.